დღეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 15 ივნისს აირჩევა 71 საკრებულო, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი. სიახლე ის არის, რომ ზუგდიდი სხვა ქალაქების მსგავსად, სადაც 15,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პირველად ამ არჩევნების შემდეგ თვითმმართველი ქალაქი გახდება. ცოცხები და წითელი საღებავები წინა საარჩევნო კამპანიაში. რატომ არ ვითარდება პოლიტიკური კულტურა და ვის აწყობს დესტაბილიზაცია ზუგდიდში? მერობის კანდიდატები დაძაბულ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში და ურთიერთბრალდებების კასკადი. ხუთშაბათს დებატები TV3-ზე. ერთმანეთის პირისპირ ზუგდიდის მერობის კანდიდატები. ირაკლი გოგოხია ქართული ოცნება, თემურ ბასილაია ნაციონალური მოძრაობა, ირაკლი ღურწკაია ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია და რუსუდან პაჭგორია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ზუგდიდი პირველი მერის ასარჩევად ემზადება. დათმობენ თუ არა ნაციონალები ქალაქს, რომელსაც დღემდე მთავარ დასახდენ ძალად მიიჩნევენ. არჩევნებამდე 10 დღით ადრე არჩევანს ვაკეთებთ TV3-ზე. ზუგდიდი, სადაც პოლიტიკური ტემპერატურა თითქმის ყოველთვის პიკზეა, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშიც გამოირჩევა ხმაური დაპირისპირება, ზოგჯერ ფიზიკურიც და ურთიერთბრალდებები. იმის საფუძველიც კი გახდა, რომ პოლიტიკური ოპონენტები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ზუგდიდში დესტაბილიზაციის საფრთხეა. რა მოხდება ზუგდიდში 15 ივნისს და შემდეგ? ხელისუფლების ტერორი თუ მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც სიტუაციის ესკალაციისთვის შეგნებულად ხდება. რას გვიპასუხებენ მერობის კანდიდატები და რას აპირებენ ისინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? დებატებში ერთმანეთის პირისპირ ზუგდიდის მერობის კანდიდატები. ნაციონალური მოძრაობიდან თემურ ბასილაია, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან რუსუდან პაჭგორია და კოალიცია არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ღურწკაია. დებატებში მონაწილეობს ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატიც, რომელმაც სამწუხაროდ ზუგდიდიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო და ჩემს კითხვებს და ოპონენტებს ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში უპასუხებს. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, დიდი მადლობა, რომ ამ დებატებისთვის გამოიარეთ ძალიან დიდი გზა. ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა გაგაცნოთ ფორმატი ჩვენი გადაცემის. გადაცემის დასაწყისში თქვენ გექნებათ 2 წუთი, რომლითაც თქვენ მიმართავთ ამ მომრჩეველს და მიაწვდით მათ ძირითად გზავნილებს თქვენი საარჩევნო პროგრამებიდან. გადაცემის ბოლოსაც თქვენ გექნებათ 2 წუთი, რომ მიმართოთ ასევე ამ მომრჩეველს და უთხრათ მათ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა. ვიდრე 2 წუთს დაგითმობდეთ, მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ სტუმრების ეთერში შემოსვლაზე ჩვენ ჩავატარეთ წილისყრა და რიგითობა ასე გადანაწილდა. პირველი იქნება, ვინც მაყურებელს მიმართავს, თემურ ბასილაია ნაციონალური მოძრაობიდან, მეორე იქნება ირაკლი გოგოხია, რომელიც ზუგდიდიდან ჩაგვერთვება, მესამე ირაკლი ღურწკაია არასაპარლამენტო ოპოზიციიდან და მეოთხე რუსუდან პაჭგორია, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი. კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა და თქვენი 2 წუთი უკვე დაწყებულია. შეგიძლიათ მიმართოთ ამ არჩევნებს. მივესალმები TV3-ის მაყურებლებს, მივესალმები ჩემს საყვარელ ზუგდიდელებს. ჩვენ უკვე ხშირად ვიწევს ეთერში ერთად ყოფნა და ამ დებატებთან დაკავშირებით დღესაც დიდ ბევრს ახალს არაფერს ვიტყვით, მაგრამ ზოგიერთი რამ თემატიკა ნამდვილად დაგვემატა. ჩვენი პროექტის, ჩვენი პროგრამის ძირითადი მიმართულები, რა თქმა უნდა, არის ტერიტორიული კეთილმოწყობა, გზების მოვლა პატრონა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის განვითარება, რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი მომენტი, რადგანაც ზუგდიდში ჩვენ გაგვაჩნია მუზეუმი, სადაც არის ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში 3-ია, ასევე გვაქვს ჩვენ რელიგიური კულტურის ძეგლები, სადაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიამაყოთ ღვთისმშობლის კვართით, ესეც ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ განავითაროთ ტურიზმი. ასევე არის სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენ გვაქვს პროექტში განსაზღვრული. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ყველა პედაგოგს, პენსიონერს, ბაღისა და სკოლის პედაგოგებს მივცემთ საშუალებას, რომ უფასოდ იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით. ასევე არის რეკრეაციული ზონის გაზრდა. ჩვენ სოციალურ პაკეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ მივცეთ საშუალება ონკოლოგიურ ავადმყოფებს და უმწვევებს, რომ დავეხმაროთ მათ ერჯერადი დახმარების გაორმაგებით, რაც ხელს შეუწყობს მათ შეიძინონ რაღაც გარკვეული მედიკამენტები. ასევე სოციალურ პაკეტში ჩვენ ჩავდებთ ქირურგიული ოპერაციების და ძვირადღირებული წამლების დაფინანსების პროგრამას. უსახკაროთა სახლების თავშესაფრებით უზრუნველყოფა, ხიდების, ბოგირების, წყალსატევების ამ ყველაფრის რეაბილიტაცია. ასევე ჩვენ გვაქვს საკანალიზაციო და წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც იყო შეჩერებული და ამჟამად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე გავატარებთ
ზომებს თეატრის რეაბილიტაციის კუთხით, რომელიც პირდაპირ წესით ნამდვილად არ ექვემდებარება ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ კულტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გაგვაჩნია არაჩვეულებრივი დასი, რომელსაც არ აქვს ამის პირობები, რომ შესაბამისად იქნეს ეს გაკეთებული და ასევე ხელშეწყობა იქნება უმთავრესი NGO სექტორისა და მედია საშუალებებისათვის თანაბარი უფლებების ამოიწურა თქვენი დრო მიკროფონში ხმა აღარ ისმის. ნომერი რაც შემეძლო. კი ბატონო, ნომერი მეორე ირაკლი გოგოხია, რომელიც ახლა ზუგდიდიდან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ბატონო ირაკლი, თუ გესმით ჩვენ? კი, მესმის. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან კარგი იქნებოდა რომ თქვენ ახლა სტუდიაში ბრძანდებოდეთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ბატონო ირაკლი, თქვენი 2 წუთი დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი თქვენ დაიწყებთ საუბარს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. მე კონკრეტულად მინდა დავიწყო პირველი ძალიან დიდი პრობლემით, რომელიც არის ეს მუშავრობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად, არა მარტო ზუგდიდში, მთლიანად საქართველოში. დასაქმებას ხელს შეუწყობს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც დაანონსებულია. ძალიან მალე დაიწყება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ზუგდიდში, 20 მილიონი ლარი ჩაიდება, 650 ექიმი და სამედიცინო პერსონალი დასაქმდება. ანაკლიაში ჩატარდა ბიზნეს ფორუმი 3-4 დღის წინ უკვე რეალური შედეგების სახეზეა და რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორმა განაცხადა მზადყოფნა, რომ ზუგდიდის ეკონომიკაში ჩაიდეს 30-დან 40 მილიონ ლარამდე. ასევე ძალიან მთავარია პრემიერ-მინისტრის პროგრამა აწარმოეს საქართველოში, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ბიზნესის წარმოება დაიწყოს, ხელშეწყობა ექნება. ასევე ხაზი მინდა გაუსვა დღეს მიტოვებული ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქ ზუგდიდის სავიზიტო ბარათია, ძალიან სულ დღეშია, იგივე თეატრი, მუზეუმი, ბოტანიკურ სახლი. თეატრი მაგალითად ახლა ძალიან მალე უკვე კერძო ინვესტორები ჩამობძანებულიან კორეიდან და ალბათ 20 მილიონი ლარი ჩაიდება და ძალიან მალე აშენდება. ვიზრუნებს აგრეთვე კულტურული და სპორტული განვითარებისთვის. სტადიონი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაანგრია, 20 წელია გაჩერებულია საცურაო აუზი. აუცილებლად ავამოქმედებთ. სანეაღური არხების პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, წყალმომარაგების პრობლემა, ძალიან მძიმე სიტუაცია ზუგდიდში, გამწმენდი ნაგებობების არ არსებობს და ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი მოსახლეობა. ყურადღება მიექცევა ასევე დასუფთავების სფეროს. ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს შეუწყობთ. განავითარებთ რელიგიურ ტურიზმს. მოგეხსენებათ, რომ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული ჩვენთან ზუგდიდში და შესაძლებლობას გვაძლევთ 12 თვის განმავლობაში მომნოცველები ჩამოვიდნენ ზუგდიდში. ამიტომ ინფრასტრუქტურა და მთლიანად უნდა განვითარდეს. დევნილები ძალიან ცუდ დღეში არიან, გაუსაძლეს პირობებში არიან, სოციალურად აუცილებელი ფენაში. ბატონო ირაკლი, ამოიწურა უკვე თქვენი 2 წუთი, თქვენი ხმა უკვე აღარ ისმის მაყურებელს და ახლა არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატის 2 წუთის დრო. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაიწყეთ. რა თქმა უნდა, 2 წუთი ძალიან მცირე, მაგრამ მაქსიმალურად ჩავატებ. პირველ რიგში ყველაზე მთავარი რაც არის არასაპარლამენტო ოპოზიციის და ჩვენი გუნდისთვის ეს არის რომ ზუგდიდში დამყარდეს რეალური თვითმმართველობა. გარდა იმისა, რომ ზუგდიდში მოსაწესრიგებელია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემები რაც არსებობს, შესაძლებელია ძირეულად საგზაო ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გასაკეთებელია კანალიზაციის სისტემები, სანეაღური არხები მთლიანად მოშლილი არის ეგრეთ წოდებული ქალაქის მთავარი ფუნქციის მქონე სხვადასხვა პრობლემები. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ თავაზობთ ჩვენს ამომრჩევლს იმას, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ დავამყარებთ ამომრჩევლებთან ანგარიშვალდებულების სისტემას. ანუ ჩვენ დავაახლოვებთ თვითმმართველობასა და ამომრჩეველ მოსახლეობას ერთმანეთს. ახლა როგორც მოგეხსენებათ, დიდი ურსკული არსებობს მათ შორის და პირველ რიგში უნდა მოხდეს თვითმმართველობის და ამომრჩევლის ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენ შევქმნით ისეთი ურთიერთპასუხისმგებლობის სისტემას ჩვენსა და მოსახლეობას შორის, სადაც მოსახლეობის თითოეულ კონკრეტულ კითხვას თვითმმართველობის ნებისმიერ თანამშრომელი მერი იქნება ეს თუ საკრებულო თანამშრომელი ვალდებული იქნება გასცეს სწორი და კონკრეტული პასუხი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ამომრჩეველი, ანუ საარჩევნო მთავარი სუბიექტი ამომრჩეველი ყველანაირად იქნება დაკმაყოფილებული და არა ისეთი სისტემა, როგორც დღეს ვაქვს, ისეთი მახინჯი სისტემა, პირდაპირ ამას ვიტყვი, რომელიც დღეს ვაქვს, ფაქტიურად 2 წელია დროებით მოვალეობის შემსრულებელი შემოგთავაზეს და რეალური თვითმმართველობის განხორციელება ზუგდიდში არანაირად არ ხდება. განსავითარებელია, რა თქმა უნდა, ტურიზმით, მაგრამ ამას ყველაფერს, რაზეც არ უნდა ვილაპარაკო, რაზეც არ უნდა ვისაუბრო სხვადასხვა პროექტებზე, ამას ყველაფერს პირველ
რიგში შერდება ნორმალური რეალური თვითმმართველობის დამყარება, რეალური თვითმმართველობის, რომელიც იქნება ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ამორჩეველზე. ზუგდიდის მერმა აუცილებლად უნდა ზუგდიდის მერმა უნდა იცოდეს ქალაქის ყველა რესურსის ათვისების გეგმას უნდა ფლობდეს პირველ რიგში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნებისმიერ პრობლემაზე საუბარი. კი ბატონო. 2 წუთი ამოიწურა რუსულ და ბაჭკორია. რომელი კამერაა ჩემი მხარით? რომელი კამერაა თქვენი და პირველი? მოგესალმებით. მე მოხარული ვარ რომ იმყოფები თქვენ სტუდიაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით დილის ეთერს უსმენ TV3-ის ეთერს. მე ვფიქრობ, ჩემი ზუგდიდელი ამორჩეველიც ამჟამად გულშემატკივრობს კანდიდატებს, რაც შეეხება ჩვენს პროგრამებს. თქვენ ალბათ დარწმუნდით, რომ თითოეული კანდიდატის პროგრამა არის ასე ვთქვათ, ძალიან კარგი იმისთვის, რომ ამორჩეველს მოეწონოს. ზუგდიდში არსებობს რეალობა, რომელიც ნამდვილად ითხოვს მოწესრიგებას. ბატონმა ირაკლი ხურცკაიამ ეს სიტყვა იხმარა კიდეც, ეს ჩვენი პარტიის ლოზუნგია, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, გამუდმებით იძახის, რომ დროა მოაწესრიგოთ ქვეყანა, დროა მოაწესრიგოთ ზუგდიდი. მე ვფიქრობ, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება სოციალურ სფეროს, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კულტურას, განათლებას, სპორტს, ნამდვილად მოსაწესრიგებელია ზუგდიდში. მე ყურადღებას გავამახვილებ ზოგად პრინციპებზე და ზოგად მიდგომებზე, რაც ექნება ჩვენს პარტიას და კონკრეტულად მე გამარჯვების შემთხვევაში, ეს გახლავთ ის, რომ ყველა ის უფლებამოსილება, რაც კანონით არის გაწერილი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და მერისთვის კონკრეტულად, უნდა იყოს აუცილებლად კანონის განუხრელი შესრულებით, ასე ვთქვათ, რეალიზებული. ჩვენი საქმიანობის მთავარი ლეიტმოტივი იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ადამიანის პატივის და ღირსების დაცვა. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის მხოლოდ მერი, გამგებელი ან საკრებულო, ეს არის მოქალაქეები, მათი ჩართულობით, აბსოლუტური გამჭვირვალობით ჩვენი საქმიანობით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მოაწესრიგოთ, ასე ვთქვათ, სოციალური სფეროც, ინფრასტრუქტურაც, განათლებაც, კულტურაც, სპორტიც. ზუგდიდში უამრავი რამ არის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მოსაწესრიგებელი, ეს გახლავთ შიდა გზები, გარე განათება, მიწისქვეშა გადასასვლელები, არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები სკოლების წინ, არ არის ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უამრავი ამ მაყურებელს უკაცრავად თქვენ კიდევ გექნებათ 2 წუთი გადაცემის დასასრულს, რომ მიმართოთ, თუმცა ჩვენ გვექნება მანამდე დაახლოებით 40 წუთი, რომ ვისაუბროთ, თქვენ რის გაკეთებას წაპირებთ, მოგეცემათ საშუალება, რომ ეს თქვენ სამომრჩეველს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, უფრო სწორად საარჩევნო საკითხებზე გადავალთ. მე არ შემიძლია გვერდი აუვარო თემას, რომელიც დღეს პირდაპირ დაუკავშირდა თქვენს ქალაქს. ეს არის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. მოდით ბატონ თემურ, თქვენგან დავიწყებ, რადგან ამ საქმის გახსნის შემდეგ გაიჟღერა თენგიზ გუნავას გვარმაც, რომელიც არის გამგებლობის კანდიდატი ხომ ზუგდიდის რაიონში. თქვენი შეფასება როგორი არის საერთოდ, რა ინფორმაციას ფლობთ, რა არის თქვენი პოზიცია და იზიარებთ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ საქმის გახსნის შემდეგ წამოვიდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ? უპირველეს ამას შეზღუდული დრო მაქვს თუ შემიძლია ეს? შეგიძლიათ უპასუხოთ. რაც შეეხება ამ თემატიკას, საერთოდ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ უნდა საქართველოში ის мотиваცია, რომ დანაშაულთან დაკავშირებით თუ ის ჩადენილია და არის გარკვეული მტკიცებულებები, აუცილებლად ამაზე სამართალდამცავები უნდა აკეთებდნენ რეაგირებას და სხვა ადმინისტრაციული ხარე თვითონ პარტიის და მმართველობის არანაირ კავშირში არც არის და არც იყო და არც უნდა იქნეს და საერთოდ ასე მიმაჩნია საჯარო სამსახურში მოსვლისთანავე და მეც თუ მომექნა იმის საშუალება რომ გავხდე ქალაქის მერი, მე ვიქნები აბსოლუტურად აპოლიტიზირებული პიროვნება და მე უნდა ვიყო უბრალოდ ქალაქის მენეჯერი, რომელიც აკეთებს საქმეს საზოგადოებისთვის და არანაირი კავშირი არ ექნება ძალოვან სტრუქტურებთან. ეხლა რაც შეეხება ამ თემატიკას, ეს იმდენად გლობალური თემატიკა, რომელიც ცდება იმ საზღვრებს, რაც ითხოვთ დაუშვათ, რასაც ითხოვთ თქვენ ჩემგან, ანუ გარკვეული კომენტარების გაკეთებას, მე შემიძლია ერთი რამ თქვა, რომ იმ პიროვნებას, რომელიც დაკავებულია მე მასთან არანაირი კავშირი არ მქონდა და არც ვიცნობ პიროვნულად, მე ვიცნობ თენგიზ გუნავას და ვიცნობ როგორც ძალიან პატიოსან პიროვნებას,
კაც რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის 2008 წლის მოვლენებთან, ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენთან მოხდა სრული დეკრიმინალიზაცია მთელი რეგიონის მისი მმართველობის დროს, როდესაც ის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი. თენგიზ გუნავა არის ის პიროვნება, რომელიც არის აბსოლუტურად სუფთა ადამიანი და მე უპირატესად მექნებოდა კონტრშეკითხვა ხელისუფლებასთან, რა პასუხს გამცემს მე ხელისუფლება, ვისაც ეკუთვნის პასუხისგაცემა, როდესაც თენგიზ გუნავა ჩაუდეს ჯიბეში იარაღი, ჩაუდეს ნარკოტიკი და მასზე აღიარა სწორედ ხელისუფლებამ, რომ ეს იყო ჩადებული და დღეს ამის თაობაზე არავინ პასუხს არ აგებს საქართველოში. საუბარი ბატონო. მე მესმის, მაგრამ თენგიზ გუნავას წაუყენეს ამაზე ბრალი რომ ადამიანის გლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოაცხადა გახსნილად. ადამიანი, რომელზეც საუბარია, ეს ადამიანი იყო ზუგდიდში მცხოვრები, რომელიც გაქრა 6 წლის წინ, მისი ასავალ-დასავალი არ იცის არავინ, გარდა რაღაც ისეთ სიუჟეტს მე მოусმინე, მე მესმის, მე გზაში ვიყავი და ბევრი რამ სხვა იმ საინფორმაციო საშუალებისთვის არ მომისმენია, მაგრამ მე მესმის გასაგებია, მაგრამ ეს არ ეხება თენგიზ გუნავას არანაირად. თენგიზ გუნავას დასჯა მოითხოვა ქარდავას ოჯახმა, რომელმაც დღეს შეიტყო, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი აღარ არის და ის ზღვაში გადააგდეს ლოდმობ. ნუ ეხლა ვინ რა მოითხოვა ეს მეორე თემატიკაა, მე ამ სიტუაციაში კომპეტენტური პირი არა ვარ, მაგრამ ამაზე სამართალდამცავება უნდა იზრუნონ და თენგიზ გუნავას სხვა ბრალდებების ბევრი წაუყენეს, რომელთანაც დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ. თუ თენგიზ გუნავას დანაშაული ისაა, რომ იმ დროს ის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, ეს არის აბსოლუტურად აბსურდული თემატიკა მაშინ. იმიტომ რომ ეს რეიტინგზე მოქმედებს ასეთი ინფორმაციების გავრცელება, როგორ ფიქრობთ? აბსოლუტურად არანაირი და არც მომავალ სიტუაციაში თუნდაც ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საქმე გაიხსნა თუნდაც ერთი ადამიანის საქმის გახსნა მომავალშიც უნდა იქნეს და რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენ მოძრაობას, რომელსაც წარმოადგენთ. მაშინ მე გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ დღეს, როდესაც არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ისე 18 პიროვნება ციხის პატიმარი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა საპყრობილეში და დღესაც არც ერთი საქმე აღარ არის გახსნილი. და თქვენ გინდათ ვითხრათ, რომ ეს პირდაპირ მიეწერება ირაკლი გოგოხიას საარჩევნო კამპანიას. ირაკლი გოგოხიას ამ შემთხვევაში არანაირი საქმე არ აქვს ამასთან. იმიტომ გეკითხებით ბატონო. მე მესმის, მეც კენს ვიყრი, ისიც კენს ვიყრის, ასე ვიყრიან ჩემი კომპანიონები. ანუ მე როგორც მივხვდი, თქვენ ემიჯნებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით ნაციონალურ მოძრაობას მე არ ვემიჯნები, ის თუ ეხება სწორედ პოლიტიკურ სიტუაციას და мотивაციას. პიროვნებები, რომლების დანაშაულს ჩადიან, არიან კრიმინალები და მასთან დაკავშირებით უნდა მუშაობდეს საგამოძიებო სისტემა და შესაბამისად ის უწყებები, პროკურატურა და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკურ გუნდთან, პარლამენტთან, ან გამგეობასთან, ან მერიასთან ამ თემატიკას არანაირი საქმე არ აქვს. კრიმინალური სიტუაცია ყოველდღე ხდება ჩვენთან საქართველოში და ეს არ შეიძლება მიეწეროს რომელიმე კონკრეტულ ფიგურას, რომელიც დაუშვათ ქალაქის მერია თუ გამგებელი. მე ვიტყოდი, რომ თუ კი ასეთი რაღაცა ხდება, ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და პასუხი უნდა გავს ნებისმიერმა პიროვნებამ, ნებისმიერ ხელისუფლების დროს და ნებისმიერი მმართველი პიროვნების დროს. ხომ არ გსურთ ამ თემაზე პასუხის გაცემა, კი ბატონო, გისმენთ? სხვა ასეთი რაღაცა რომ ის ფაქტი, რომ ბატონი თენგიზ გუნავა იმ დროს იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, ეს ნიშანდობლივია და ძალიან საგულისხმო ფაქტია, იმიტომ რომ მე მახსოვს ეს პერიოდი და ყველას ახსოვს ეს პერიოდი, რომ სამხარეო პოლიციის უმისოდ მისი ჩაურევდა ჩიტიც ვერ გაფრინდებოდა ვერსად და ანუ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და მოსახლეობასაც აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბატონი თენგიზი შეიძლება ყოფილიყო ინფორმირებული ამ საქმის ირგვლივ და ამიტომ შეიძლება იმ ოჯახმაც ამიტომ მოითხოვა სწორედ ბატონ თენგიზ გუნავას დასჯა. თუმცა არსებობს სხვა შემთხვევებიც, უამრავი სხვა შემთხვევა, არა მარტო პატა ქარდავა არის დაკარგული. იმ პერიოდში 3 ადამიანი დაიკარგა. 3 ადამიანი დაიკარგა. ძალიან კარგია ისიც, რომ საქმე გამოიძიეს, ძალიან კარგია, ამას მივესალმები, რა თქმა უნდა, ყველა საქმე, რომელიც თაროებზეა შემოდებული და რომლის გამოძიებაც ამ წლების განმავლობაში არ ხერხდებოდა, აუცილებლად უნდა გამოიძიონ, მაგრამ ჩემთვის საგულისხმოა მეორე ის ფაქტიც, რომ ყოველთვის რაღაც არჩევნების წინ ხელისუფლება არჩევნების წინ დებს რაღაც საკენკივით გვიგდებს ამორჩევლებს თითო გახსნილ დანაშაულს და ამაზე უკვე მოსახლეობას უკვე აგრესიაც დაეწყო. იმიტომ რომ გახსოვს წინა საპრეზიდენტო არჩევნები მაგის წინათ სულ პირდებიან ჯვანია საქმის გახსნას, სულ ახალ-ახალი დეტალებია. საქმე კარგია რომ გამოძიებულია და ეს თუ გამოძიებული იყო მანამდე უნდა ყოფილიყო ამ ბრალის
თუ ეხლა გამოიწეს? თუ ეხლა გამოიწეს კი, მაგრამ რაღა მაინც და მაინც არჩევნების დროს უკვე მესამე არჩევნები ტახტება. ერთ-ერთ ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია და მაშინ ვერაფერი ვეღარ უნდა არა, ესეც არა. რატომ? სულ არჩევნები არ ტარდება, არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი წელი მაინც არის დრო და მე არ მივესალმები იმას, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს არ ეხება მხოლოდ კონკრეტულად ამ საქმეს. მე გეტყვით, რომ ზუსტად არჩევნების წინ ერთი თვით ადრე ზუგდიდში აგუგუნდა ყველა ტრაქტორი ერთად. და ყველაფრის კეთება ერთად დაიწყო ხელისუფლებამ. ეს სიმართლეა, ახლა ამას გააკეთე ზიან ჩემი ოპონენტები და ყველა დაადასტურებს, რომ ერთად აგუგუნდა ყველა ტრაქტორი, რაც ერთი წლის განმავლობაში საერთოდ 2 მეტრი ასფალტი არ დაგებულა. ისეთი ტრაქტორები ახლა ყველა ერთად მუშაობს და ხალხი გაუგნებულია. არჩევნების წინ აჩვენებენ, აი როგორი ძლიერები ვართ, ყველაფერს როგორ კარგად ვაკეთებთ. კი ბატონო, ქალბატონ რუსთან. მე რა თქმა უნდა, ბატონი თენგის გუნავას დამცველად ვერ გამოვდგები ამ სიტუაციაში, მაგრამ როცა საუბრობთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი და კონკრეტულად ჩემი პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პროფესიით გახლა ვართ იურისტი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა. შესაძლებელია ადამიანებს ეჭვი ჰქონდეთ და დანაშაულის ჩადენაზე, ასევე ადამიანები შეიძლება ითხოვდნენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანი, თუმცა ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, შესახებ, რაც თქვენ გააჟღერეთ, მე არა მაქვს თავადმოსვენილი, არ ვიცი ამის შესახებ, მე მაინც ვისურვებდი, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია იყოს დაცული და საბოლოო სიტყვა თქვენ სამართალდამცავებმა დაეპასუხიაგოს იმან, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. ირაკლი გოგოხიას პოზიციაც მოვისმინოთ. ბატონო ირაკლი, თუ გესმით, თქვენი პოზიცია როგორია დღეს ხელისუფლებამ, უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა საქმე, რომელიც 6 წლის განმავლობაში ბურუსით იყო მოცული და ბატონმა თემურმა თქვა, რომ ეს საკითხი გასაგებია, თუმცა რატომ არ არის გამოძიებული ის ფაქტი, რომ თენგის გუნავას მაგალითად ჩაუდეს ნარკოტიკი და ეს უკვე დადასტურდა. თქვენი პასუხი როგორია? მე როგორც ვიცი, გამოძიებულიც არის და რამოდენიმე თანამშრომელი გაანთავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ხა რაც შეეხება ამ ფაქტს, ქალბატონ რუსუდანს აბსოლუტურად ვეთანხმებიან, მე რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენტურობაში. ამიტომ საბოლოოდ ადგინდება ყველაფერი, ვინ არის დამნაშავე, რა როგორ მოხდა და აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ. მეც ახლა ფაქტის წინაშე დავდექი შეხვედრები მქონდა და სულ რამოდენიმე წუთის წინ ნახე ინტერნეტში ეს გამოსვლა, ბრიფინგი, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა. ბატონო ირაკლი, თქვენი არაერთი განცხადება მოვისმინე და წავიკითხე, სადაც თქვენ აკეთებთ ასეთ განცხადებას, რომ როლანდ ახალაიას მმართველობის პერიოდში ხდებოდა უამრავი კრიმინალური შემთხვევა და ერთ-ერთ მაგალითად მოყავთ ის, რომ თქვენ დაგაპატიმრეს 2010 წელს. ერთხელ ქურდობისთვის, მეორედ თაღლითობისთვის. და თქვენ ამბობთ, რომ ეს ამბავი დაიგეგმა როლანდ ახალაიას კაბინეტში. დღესაც იგივე პოზიციაზე ხართ? ანა მე ვამბობ იმაში კონკრეტულად რომელი კაბინეტებში მე დამაკავე სპეცოპერაცია შეატარეს 50 კაცის ხამის 3 ნახევარზე დაესხა ჩემს საცხოვრებელ საათს დამაკავეს ქურდობის ბრალდები და შემდეგ უმერე გადაკვალიფიცირდა ეს თაღლითობის მოხდით არ ქონდათ არანაირი ბრალი და შემდეგ 2 თვე მიმისაჯეს წინა პატიმრობა ციხეში და ამის შემდეგ 4 თვის შემდეგ ავთავისუფლდი და იყოს ეწოლა თავისთავად ჩემ ოჯახზე, ჩემ ნათესავებზე და ჩემ სამეგობროზე. და ზეწოლა რაში გამოიხატა ბატონო ირაკლი? რის გაკეთებას გაიძულებდნენ, თუმცა ჩვენ გვახსოვს. დიახისმენ რა? გვიპასუხეთ თუ შეიძლება, რის გაკეთებას გაიძულებდნენ თქვენი ფართო მაყურებელმა აუდიტორიამ არის ეს დეტალები. მე კონკრეტიკა დომილისუფლება ავირჩიე და ხო კონკრეტიკამდე არ მისულა და კონკრეტულად რა უნდა სურვილი უნდა რომ მე თანამშრომლთან გამოძიებასთან და ალბათ ვინმეს და ხელი დამედო და კონკრეტულად ვიზე რა უნდა როგორ უნდა როდესაც დომილისუფლება ავირჩიე მე შეჩერდა ეს პროცესი და 4 თვე ვიყავი ციხეში. გასაგებია. კარგით, გადავიდეთ მაშინ დღევანდელ ვითარებაზე, თუ შეიძლება. მოკლედ ზუგდიდი არის ძალიან ცხელი და აქტიური. რატომ ხდება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით დაპირისპირება ქვებით, ფიზიკურად, ცოცხებით? რა განაპირობებს ამას? რატომ ვერ განვითარდა პოლიტიკური კულტურა, თუნდაც იმ ქალაქში, სადაც ყოველთვის დუხს პოლიტიკური პროცესი, ზუგდიდს გულისხმობ?
მე ამაზე მაქვს ჩემი ხედვა და ჩემი კოლეგები ასევე ოპოზიციური პარტიებიდან ფაქტიურად იგივე სიტყვიან ალბათ, მე ასე მგონია. ზუგდიდში წინა საარჩევნო პროცესი წარსულზე ალბათ ყველა თემატიკა გავლილი იყო და ახლა არაფერს ვიტყვი. მე ვამბობ ეხლანდელ არჩევნებზე, როდესაც უშუალოდ ღებულობ მონაწილეობას. წინა საარჩევნო პერიოდი რაც უფრო დაუახლოვდა აი ამ კულმინაციის მომენტს, იმდენად გახურდა და იმდენად დაიძაბა ყველანაირად, რომ უკვე ხედავ, რომ ძირითადი ძალა, ანუ მართველი ძალა ფაქტიურად მიმართავს ყველა ღონეს იმისათვის, რომ მოხდეს სრული მონოპოლიზაცია საარჩევნო პროცესის ქალაქში. და რაში გამოიხატება ეს? პირველი ის, რომ პირდაპირ წახეზება არსებობს უკვე მართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, რომ ეს უკვე არაერთხელ გაჟღერდა სხვადასხვა ტელეეთერით, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ რაიონში და არც ერთ ქალაქში, არც ერთმა სხვა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაიმარჯვოს გარდა ქართული ოცნებისა. მეორე ის, რომ ქართული ოცნების უკვე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საქართველოში მთლიანად ბატონი კალაძეც იგივეს ფაქტიურად იმეორებს, რომ არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტი არსა და პირდაპირ როდესაც კანდიდატებს ასახელებს და ეგრევე ანონსებს, რომ ესენი არა კანდიდატები არიან, არამედ არის გორის მერი, რუსთავის მერი, ქალაქ ზუგდიდის მერი და ასე შემდეგ. განცხადებებია ბატონ თემურ, ეს ხომ არ არის სავალდებულო არჩევანის გასაკეთებელი. კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე პირდაპირი წახალისებაა იმისა, რომ ფაქტიურად შტაბმა ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ ყველა რეგიონში ფაქტიურად მოახდინო მონოპოლიზირება საარჩევნო პროცესების და ყველგან ყველა გზა და ყველა მეთოდით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ადგილობრივ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. ეხლა რაც შეეხება ზუგდიდში, ეს ხატება ნამდვილად იმ ქვების როლითაც, ბოთლების როლითაც და ეს ძირითადად მოდის ჩვენზე, ანუ ოპოზიციურ პარტიებზე და არა მართველ გუნდზე. ეს კარგახანია უკვე ეს პერმანენტულად მიდის ეს პროცესი. ქალაქში არ დარჩა არც ერთი სააგიტაციო მასალა, რომელიც იყო გაკრული კედლებზე, ბოძებზე, არცად არ დარჩა არც ერთი პლაკატი და უფრო მეტიც სამხარეო პოლიციის გვერდით გუშინ წინ ჩემი ბანერი, რომელსაც ჩემი ბანერი იყო დაახლოებით 8 კვადრატული მეტრის ბანერი მოიპარეს 50 მეტრში დაახლოებით სამხარეო პოლიციიდან. ყოველ ღამე ჩვენ რამოდენიმეჯერ ბრიფინგი გავმართეთ საგანგებო და პრესკონფერენცია, სადაც პირდაპირ მიუთითე რომელი ნომერის ავტომანქანა, რომელი პიროვნებები, რა მანქანები დადიან შუაღამისას, სონდერ ჯგუფები, რომლებიც ამას ახორციელებენ, რომლებიც ვინ ზის ამ მანქანაში, ვინ ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და ეს არაერთის არა მე მარტო, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელობა სწორედ ეს ავტომანქანები და ეს პიროვნებები დაასახელეს. და ამაზეც არანაირი რეაგირება არ მოხდა. საპატრულო პოლიცია დადის და ჩვენ არ არის გზის მათგანაც ხსმენია, რომ პირდაპირ დავალება აქვთ და გაუსაძლით მდგომარეობაში არიან უფრო მეტწილად კიდევ ვიტყვით, რომ ხელისუფლების შტაბი ზუგდიდში განთავსებული ქართული ოცნების შტაბი თავს ესხმის ოპოზიციურ პარტიებს. შტაბი არ ესხმის თავს, შტაბის მიერ დავალებული გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დადიან და მე აქვე ვიტყვი, რომ ბატონი ირაკლი გოგოხია ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ აკონტროლებს ამ პროცესს და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ისინი არ ემორჩილებიან მას, ეს ხდება ალბათ სხვა სამსახურების დავალების საშუალებით და ეს არაერთის მოხდა თავდასხმები პირდაპირ უფრო მეტსაც გეტყვით ჩვენი შტაბის წინ, სადაც გაკრული იყო ჩვენი საარჩევნო პლაკატი, ჩამოხიეს ჩვენი დროშა, რომელიც ასე ვიდეო მასალით დავაფიქსირეთ და გადავეცით და ამ შემთხვევაში არც ერთი უწყება, არც ერთი ორგანო, რომელსაც ეს პირდაპირ ევალება ამის კონტროლი, არანაირ რეაგირებას არ აკეთებს. ეს უკვე ისეთი პერმანენტული ხასიათი მიიღო ამას, უკვე ამაზე ბრაზიც არ მაქვს და მეცინება, იმდენად რამდენადაც უკვე ეს მიშვებული თემატიკაა. ფაიფურის დასახლებაში მაგალითად, როდესაც ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ასევე გვერდითა კორპუსში ატარებდა შეხვედრას, იმ ჯგუფიდან გამოვიდა ორი გოგონა და ჩემ თვალწინ ჩამოხია ჩემი პლაკატები. აი ასე 2012 წელს ჩვენ უამრავი მსგავსი ფაქტი გვახსოვს და კიდევ უფრო უარესები ბატონ თემურ. მაშინ როგორი იყო თქვენი პოზიცია? ძალიან მაინტერესებს არ მახსოვს მაშინ თქვენი განცხადებები. ჩემი განცხადებას თქვენ ვერ გაიგებდით, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მაშინ ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დაუშვათ ხელმძღვანელის გულში ან კენწიხრი და ან რაღაც პარლამენტარობაზე მქონდა პრეტენზია. ამიტომ მე არ ვიყავი იმ ეშელონში, რომელიც ამაზე შესაბამის რეაგირებას თქვენ პოლიტიკურ გუნდს რომ აკრძალულიყო თუნდაც ასეთი მსგავსი ქმედებები, რომ არ დაეშვათ არათანაბარი წინასაარჩევნო კამპანია, რაიმე საუბრები. ჩვენი ცხოვრება ვიდის წინ და სწორედ 2012 წელი გახლავთ ის წელიწადი, რომელსაც
ნაციონალური მოძრაობისთვის გარდა იმისა, რომ მოიტანა ცუდი, რომ ის დამარცხდა და დამარცხდა სწორედ იმ შენიშვნებისათვის, რომელსაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ და მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს შენიშვნები. მაგრამ იყო დადებითი იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ შეცდომებით ბევრი რამ ისწავლა და გაანალიზა და ეს ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა ქვეყანაში, მათთვის ეს გახდა მაგალითი იმისთვის, რომ მომავალში ეს შეცდომები გამოისწორდეს. თქვენ რას თვლით, რომ იყო შეცდომა და რა ისწავლა ნაციონალურმა მოძრაობამ? იმიტომ ამას მე ვერ ვარყოფ, იმიტომ ეს თქვენ რას თვლით? აი სწორედ ახლა თქვენ რას თქვით, იყო იქ ახლა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია, როდესაც იყო 2012 წელს, ახლა თქვი ვიდეო მასალებიც არის ამის, რომ იყო ანალოგიური სიტუაციები იქითაც, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ჩამოგვიხევია მისი პლაკატები და არ ყოფილა ასეთი რაღაც. ეს ზუგდიდია, პატარა ქალაქია, სადაც ერთმანეთს ვიცნობთ სულ ყველანი დიდიან პატარიანად და ჩვენ მომავალშიც ისევ ვაპირებთ თანამშრომლობას. მე ასე მიმაჩნია 4-ვე კანდიდატი ერთმანეთთან ვართ იდეალურ ურთიერთობაში და გვინდა ისეთნაირად იყოს ეს, რომ აი ეს ხელის შემშლელი პირობები ნამდვილად არ იყოს. თქვენ და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მე ნათესავები ხართ ხო თუ არ ვწდები? არა, ნათესავები არა ვართ. ნათესავები ქვია ამას, ეს არის ის, რომ ირაკლის ძმა არის ჩემი მეჯვარე და ჩემი ბავშვის ნათლია, მაგრამ ეს ძალიან ბევრ შეკითხვებს იწვევს ხშირ შემთხვევაში. მე სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ მე ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იკას მიმართ პიროვნულად არასოდეს რაღაც აუგი არ თქვა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ვიცნობ მას როგორც პატიოსან პიროვნებას, მაგრამ ამავდროულად მინდა რომ თქვა, რომ მე არ მზღუდავს ეს არანაირად და არც იკას, იმიტომ რომ პოლიტიკური გემოვნებაც როგორც სხვა გემოვნებებიც არსებობს განსხვავებული და რა თქმა უნდა, კოჰაბიტაცია ეს არ არის უზნეო სიტყვა, ნამდვილად კოჰაბიტაციაში ჩვენ შეიძლება მომავალშიც მოგვიწევს. კი ბატონო, ბოდის გიხდით, ბატონ ირაკლის უნდა ვაპასუხებინო აუცილებლად. ბატონო ირაკლი, ეხლა ბატონმა თემურმა ბრძანა, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას, რაც ზუგდიდში ხდება. რეალურად ეს ასეა? თუ რატომ ხდება ზუგდიდში ეს დაპირისპირება? ასე გამოდის. ცოცხების აქციები ძალიან ხშირად იმართება ზუგდიდში. საღებავები რატომ ხდება ასე? რატომ ხდება ყოველდღიურად, ყოველ მეორე დღეს ფიზიკური დაპირისპირება და საარჩევნო კამპანიის ჩაშლა კონკურენტი ოპოზიციური ძალების? ბოლო ხანს მე მგონი არ ყოფილა ეგეთი აქციები, ვერ დაგითანხმებით, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ყველაზე ადრე ხო ხდებოდა, მაგრამ გიპასუხებთ. ყველაზე ადრე ჩემი სააგიტაციო მასალა გააკრეს ჩემმა მეგობრებმა, აქტივისტებმა ქალაქში. 80% ჩამოხეულია. 80% ჩამოხეულია და წარწერები გააკეთეს. დააფიქსირა რამოდენიმე სათვალთვალო კამერამ, დააკავეს პიროვნებების და რომელიც ძალიან ახლოს არიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს ბატონ თემურმა ძალიან კარგად იცის. ასე რომ გადაბრალებები კონკრეტული მაგათები იურისტებს მიმართ უნდა გადაცენ კომპეტენტურ ორგანოებს, ვისაც უნდა და გაირკვეს ეს ბოლომდე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის განცხადებას ბატონ ირაკლის და ბატონი კახის, რომ აი მერებერიან და გამარჯვება ექნება და უკვე როგორც დაანონსეს, მინდა გეპასუხოთ, რომ ჩვენი ამორჩეველი, ჩვენი მოქალაქეები, ჩემი თანაქალაქელები არ მიცემენ ხმას ტერორს, მკვლელობას, ნარკოტიკის ჩადებას, დაშინებას. ეს ყველაფერი გაიარა უკვე სამეგრელომ, ეს ყველაფერი გაიარა უკვე ზუგდიდის მოსახლეობამ და ამიტომ გვაქვს იმედი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის აირჩევს აღშენებლობას, მშენებლობას, დასაქმებას, ახალ პროექტებს და უკეთეს ქალაქში და უკეთეს საქართველოში ცხოვრებას. ამიტომაა რომ ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს დაგვიჭერს უმრავლესობა ჩვენი ამბავი. ბატონო ირაკლი, რამდენიმე წუთის წინ მე თქვენ არ უპასუხეთ ჩემს კითხვას. მე გკითხეთ ბატონმა თემურმა ბრძანა, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ შტაბს, რომელიც ხევს კონკურენტი ოპოზიციური ძალების პლაკატებს. თქვენი პლაკატების ჩამოხევის ისტორია მოყევით. არ გაგიციათ პასუხი ჩემი კითხვისთვის. და მე ყველანაირად ვცდილობ, რომ კონკრეტულად მე ვაკონტროლებ სიტუაციას და ძალიან მინდა ვთხოვო თემურის, რომ ნებისმიერ პრობლემა ჩვენ ერთმანეთში ვაგვარებთ, მე მგონი და ნებისმიერი ყიდვის არის კონტაქტი, აი ესეთი ფაქტები რომ გამომავლინოთ და მე მგონი პრევენციასაც ვახერხებ, რომ ასეთი ფაქტები არ გამეორდეს და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც მაქსიმუმ ვცდილობ, რომ გარემო იყოს თანაბარი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. კი ბატონო, თქვენი პლაკატებიც ნახე ჩამოხეული, თქვენ ვინ გიხებთ პლაკატებს? იცით რა,
მე ვუსმენ ამ საუბარს და ნამდვილად არასერიოზულად მეჩვენება პლაკატების ჩამოხევაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სუბიექტს არ მიეცა საშუალება, რომ შენობაში ჩაეტარებინა წინა საარჩევნო კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არის ეს განსაზღვრული და ყველა საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა შენობისა და ნაგებობაზე, სადაც შეუძლია მას რომ ამ მომრჩეველთან შეხვედრა ჩაატაროს და ზუგდიდში რა თქმა უნდა დადგენილი იყო ეს შენობა, სადაც შეეძლო ყველა სუბიექტს ამ შეხვედრის ჩატარება, მაგრამ მას შემდეგ რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ჩაატარა იქ ხალხმრავალ დარბაზში კომფორტულ ვითარებაში, როდესაც არ ეშინოდათ არც სიცხის და არც წვიმის, ჩვენ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა და შესაძლებელია თქვენს ეთერშიც იყო ეს კადრები, როდესაც თავსხმა წვიმაში ჩვენ მოგვიწვია ჩვენი ამომრჩევლების, ასე ვთქვათ, დაყენება იმისათვის, რომ მოესმინათ ჩვენი პარტიის ლიდერებისთვის. არათანაბარ პირობებზე საუბრობთ და ვისი ბრალეულობას გამოკვეთავთ თქვენ აქ? ვისი ბრალია ის, რომ თქვენ შენობა ჩაგიკეტეს ქართული ოცნების თუ ნაციონალების შეთანხმების? ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გააკეთეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი და ძალიან არასერიოზული იყო ეს კომენტარი და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა. საუბარი იყო იმაზე, რომ ის ერთადერთი შენობა, რომელიც ამ მიზნისთვის იყო განკუთვნილი, თურმე იყო განკუთვნილი რემონტისთვის, ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში უნდა დაეწყო იქ სარემონტო სამუშაოები და ერთი თვით ადრე არ იცოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომ არჩევნები ახლოვდებოდა და აქ შესაძლებელია ვინმეს გაშენოდა სურვილი გარდა ორი მთავარი წამყვანი ძალისა, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნებისა შეხვედრის ჩატარების. მაგრამ ჩვენთან მოვიდა ძალიან სამწუხარო ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქილიკობდნენ ამაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკრებულოზე ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არ მაქვს, რომ რა პრეტენზიები აქვთ პარტიებს, რომლებსაც 100 კაცის გამოყვანაც კი არ შეუძლიათ. რა თუნდაც მათ მსგავსი დარბაზები. ეს არ არის საქილიკო თემა და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ამ ბილბორდების მოპარვას, ჩამოხსნას, ასე ვთქვათ, ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხევას, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო რამეს მოგიყვებით. 1 ივნისს ზუგდიდში ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და შემთხვევით ჩემი შვილიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ლამპიონის ბოძთან, რომელზეც გაკრული იყო 3 საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის პლაკატი, პატარა გოგონა ქართული საცეკვაო ფორმაში გამოწყობილი, იდგა და რიგრიგობით ჩამოხია ჩემი და 2 სხვა კანდიდატის, ასე ვთქვათ, ეს სააგიტაციო მასალა სლაიდი. ანუ აი ესეთი შემთხვევებიც ხდება და მე მას მითითება მივეცი არა იმიტომ, რომ ჩემ პლაკატი ჩამოხია ან ვინმე სხვის, მე ვუთხარი უბრალოდ რომ არ დაანაგვიანო და ძირს არ დაყარო. ანუ ასეთი კურიოზებიც ხდება და პლაკატების ჩამოხევა ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ის რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარება არ შეგიძლია ქალაქში და ერთი შენობა არ არსებობს ზუგდიდში, სადაც შეიძლება რომ ამომრჩეველს უთხრა შენი პროგრამის შესახებ ნორმალურ და რეალურ სიტუაციაში, ეს არის მე ვფიქრობ უფრო სამწუხარო და ნამდვილად არ ნიშნავს რომ თანაბარი წინა საარჩევნო გარემოა ჩვენს ქალაქში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ირაკლი, ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ. გაქვთ თუ არა თანაბარი საარჩევნო გარემოში, კონკურენტულ გარემოში მონაწილეობის საშუალება? თანაბარი საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა, არ არსებობს ზუგდიდში. რადგანაც არასაპარლამენტო ოპოზიციამ ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის მიმართა გვინდოდა ჩაგვიტარებინა შეხვედრა, რაზედაც ქალბატონი როსიგო საუბრობდა, მაგრამ ჩვენთვისაც არ მოიძებნა დახურული შენობა. ჩვენ არათუ 100 კაცის, ამ წვიმაში 500-ზე მეტი ადამიანის გამოყვანას შევძელით. ამის გარდა მიმდინარეობს ზუგდიდში ერთგვარი სასაცილო პლაკატების ომი. ამას პლაკატების ომი შევარქვით უკვე. ჩემი პლაკატების თვითნებურად ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიციაც ჩაერთო ამ პლაკატების ომში, მაგრამ ჯერჯერობით ჩამოიხია პირველად რაც გავაკარით თითქმის ყველა 90% ჩამოხიეს. ისე მინდა ვთქვა, რომ ამ პლაკატების ომში მხოლოდ და მხოლოდ ორი მხარე მონაწილეობს და ორი მხარე უპირისპირდება ერთმანეთს, რასაც თქვენ ხედავთ ტელევიზიით და ეცნობით, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით, ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ერთმანეთთან დაპირისპირება,
მათი მე არ მინდა არავის დაუძახო იმ ახალგაზრდებს არ ზონდერ ჯგუფები შევარქვა ეს არიან ახალგაზრდები რომლებმაც არ იციან თუ რას აკეთებენ და არის შემთხვევები ძალიან რომ ორივე მხარე სყავს ზონდერ ჯგუფები არა ზონდერ ჯგუფს არ დავარქმევ ამას ზონდერ ჯგუფს არ დავარქმევ იმიტომ მე ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ და მათ ვერ ვაკადრებ ზუგდიდში რომ ზონდერ ჯგუფი ან ზონდერი დაუძახო ნებისმიერს მე ვიცი რომ არის შექმნილია მობილური ჯგუფები ზუგდიდში რომლებიც დილის 4-დან 5 საათამდე ერთი მობილური ჯგუფი აკრავს პლაკატებს და მეორე მობილური ჯგუფი სხვის პლაკატებს ხევს სირცხვილია მართლა პლაკატების პრობლემის გარდა და შენობის პრობლემის გარდა ზუგდიდში პრობლემა არ არის საარჩევნო პრობლემა როგორ არ არის თუნდაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე გქონდა ჩვენ საუბარი ამ პლაკატების ჩამოხევას შემდეგ მოყვება ერთმანეთთან დაპირისპირება და ჩხუბი რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის და ძალიან ცუდი რაღაცა მე არ შევადარებ ამას აქ თქვენ საუბრობთ 2012 წელს როდესაც პოლიცია ღიად იყო ჩართული არჩევნებში ეს ის დრო ნამდვილად არ არის მაგრამ მართალია საზოგადოება მოსახლეობა ხმას არ მისცემს არც ტერორს არც გვრელებს მაგრამ მოსახლეობა უკვე იმდენი ისწავლო რომ მოსახლეობა ხმას არ მისცემს არც არაპროფესიონალებს არც უცოდინებს რომლებითაც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა თითქმის გამოტენილია და მართლა ყავის მომდუღებლების მეტი და დროშის მაფრიალებლების მეტი გამგეობაში 80% ესეთი ადამიანები მუშაობენ ამიტომ სწორედ ჩვენი გუნდის პრინციპი ის არის რომ მოხდეს რეალური ცვლილებები ზუგდიდში ანუ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის ნაბიჯ ცვლილებები რასაც გვთავაზობენ რომ მომავალ წელს კიდევ უკეთესი იქნება იმის შემდეგ კიდევ უკეთესი იქნება ამის გაკეთება შეიძლება ახლავე შეიძლება დავამყაროთ რეალური თვითმმართველობა სადაც იქნება მრავალპარტიული სისტემა საკრებულოში მე ამას ძალიან მივესალმები, იმიტომ რომ სრული მაგრამ ყველა პარტია შემიძლია, იმიტომ რომ დამყარდეს რეალური დემოკრატია. კი ბატონო, კარგი. ირაკლი გოგოხიას სურს თუ არ ვწდები პასუხის გაცემა, ბატონო ირაკლი გისმენთ. რა პასუხი გაქვს ბრალდებებზე, რომელსაც ახლა უსმენთ პირდაპირ ეთერში? გავიხსენოთ სულ ყველამ 2012 წელი წინა არჩევნები, სოდ, უდი, შინაგანი ჯარის თავდაცვის სამინისტროს ნაწილები დატერორება, სახში შევარდნები, კონფლიქტი თითქმის არ ყოფილა რა. აი ეს რაც შეეხება ოფის, კინოთეატრი დარბაზი შეეძლოთ გამოეყინებიათ შეხვედრისთვის და თეატრი გამოეყინებიათ, ერთი კულტურის სახლი კი ბატონო დაიწყო და მადლობა ღმერთს 30 წელი ესეც ავარიულ სიტუაციაში შევდა. ამიტომ მე აი თითიდან გამოწვეულად თვლი ამ პრობლემებს და ასე რომ ქალბატონი სუდანი გიპასუხოთ ბატონო ირაკლი ქალბატონი სუდანი გიპასუხოთ აუცილებლად უნდა გიპასუხოთ ბატონო ირაკლი იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდში ჩავატარეთ ბრიფინგი იქვე ავღნიშნეთ რომ ჩვენ გქონდა ალტერნატიული შემოთავაზება ეს იყო სპორტ კომპლექსის დარბაზი სადაც არ არის სკამები და კეთილმოუწყობელია ეს დარბაზი ეს დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული თან არის ძალიან ასე ვთქვათ დიდი მოცულობის და 2000 კაცამდე იტევს და ეს არ იყო ასე ვთქვათ ჩვენი რომ ამდენი ამორჩეველი შეგვეწუხებინა ასე ვთქვათ და მთელი რეგიონი შეგვეყარა მეორე შემოთავაზება რომელიც ხონდა ეს იყო არტ გალერეა ზუგდიდში სადაც ასევე არ არის პირობები იმისთვის რომ რეგიონული შეხვედრა ჩაატარო ეს იყო პატარა დარბაზი საერთო სპორტ კომპლექსის შემოთავაზება დიდ შესაძლებლობებია რა თქმა უნდა და თან იცით რა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტარულად იგი იატაკს გააფუჭა იცით რა ერთი წამით დავამატებ კიდევ რა ეს ამას პრინციპული მნიშვნელობა რატომ აქვს იცით იმიტომ რომ მე ხელთ მქონდა და ბრიფინგზე მედიას წარუდგინე დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო 77-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი და ხელმოწერილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ედიშერ თოლორაიას მიერ და იქ ოფიციალურად ეწერა, რომ შენობა, რომელიც გამოყოფილია ამ მიზნისთვის, ეს არის კონკრეტულად ეს შენობა, ენგურ-ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლი. სხვა შენობაზე რატო იყო საერთოდ საუბარი? აი ეს არის პრინციპული ამ შემთხვევაში, თორე რეკლამა და რამდენიმე წუთი დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
TV3-ის პირდაპირ ეთერში დებატები გრძელდება. ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფებიან ზუგდიდის მერობის კანდიდატები და თემურ ბასილაია უკმაყოფილო იყო ბოლოს სიტყვა არ მიეცა მას რომ ეპასუხა ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის. ბატონ თემურ, თქვენ ახლა გაქვთ საშუალება უპასუხოთ. მე ძალიან ბევრი რამ მოვისმინე და მიუხედავად კიდევ ერთხელ ჩემი კონკურენტის მიმართ პირადი პატივისცემისა, მინდა ერთ რაღაცას გავუსვა პარალელს ხაზი რომ მან თქვა რომ სწორედ უარი ძალადობას, უარი პოლიციის ჩართულობას, უარი უთხრა საზოგადოებამ 2012 წელს ბევრ რაღაცებზე ისაუბრა, დიახ, ზუგდიდი უარს ეუბნება ნარკომანიას, უარს ეუბნება კრიმინალს, უარს ეუბნება პოლიციის ჩართულობას და სწორედ ეს არის დღეს ზუგდიდში გამეფებული პირდაპირ ამას სრული პასუხისგებლობით ვამბობ. იმიტომ რომ ჩვენთან კრიმინალოგენური სიტუაცია სრულიად გაუარესებულია და ამას ნებისმიერი ზუგდიდის მოქალაქე გიპასუხებს და ამას არ ჭირდება ჩვენი და პოლიტიკური დებატები, ნებისმიერი ზუგდიდის მოქალაქე ამაზე გიპასუხებს, რომ ეს გაუარესებულია. ასევე მე ამიხსნას ნებისმიერმა ჩემმა ოპონენტმა მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს არ არის ზეწოლა, მაშინ რა არის, როდესაც მეც არ ვიკადრებ უბრალოდ იმ სიტყვასაც ბატონმა ირაკლი ღურწკაიამ თქვა რომ ზონდერ ჯგუფი უწოდა, იმიტომ რომ ეს თემატიკა არ მინდა საერთოდ წამოწიო, იმიტომ რომ მეც მესირცხვილება რომ ზუგდიდში იყოს ასეთი რამე, მაგრამ რა დავარქვათ იმ ჯგუფს, რომელიც ნიღბებით დადის, რომელიც ბეისბოლის ჯოხებით დადიან და პოლიციის საპატრულო მანქანა როდესაც ჩაივლის აჩვენებენ სახელს, რომ ჩვენ ვარ და გაგვეცალე აქედან და როდესაც საპატრულო სამსახურის ზოგიერთი პიროვნება მე შეგნებულად არ ვამბობ მათ სახელებს გულის ტკივილით მოდიან, როდესაც ის ამბობენ როდესაც ისინი ამბობენ რომ უკვე მათი მუნდირის და ღირსების შელახვა მიდის პირდაპირ ამით რომ იზოლებული არიან ამაზე თვალი დახუჭან, ასეთი ფაქტები ხდება და ახლა მას ჩვენ გვერდს ვერ აუვით. ინფორმაცია მათ ვინაობის შესახებ თქვენ გაქვთ საშუალება პირდაპირ ეთერში დაასახელოთ. მე შემიძლია აქვე ჩამოთვალო და ახლა ხანს ლაპარაკობდი ზუსტად რომ ჩვენ მანქანის ავტომანქანების ნომრები, პიროვნებების სახელი და გვარები ყველაფერი გავაჟღერეთ არა ერთგზის ჩვენ მასშტაბის ხელმძღვანელმა ბატონმა ლაშა დამელიანმაც გააჟღერა ამასთან დაკავშირებით. ბატონ თენგიზ გუნავასაც ჰქონდა ამაზე ოფიციალური ბრიფინგები, მეც ჰქონდა პრესკონფერენციები. ნუ მეტი რა უნდა ვილაპარაკოთ, ამ თემაზე იყო აშკარად, გულღიად, გულწრფელად და სხვათა შორის გუშინ წინ ასევე აგერ ირაკლი ღურწკაიას შტაბის ოღონდ უკვე გამგეობის შტაბის ხელმძღვანელობა გამოვიდა და კანდიდატი რაიონის გამგეობის, რომელმაც იგივე ავტომანქანები და პიროვნებები დაასახელა, ეს ხო არ არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული და დაუშვათ მე ვიტყვი რომ დაუშვათ მე ვამბობ ამაზე. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბატონ ირაკლი, ვინ არიან ის ნიღბიანები, ვიზეც საუბრობს ბატონ თემური და ირაკლი ღურწკაიას? მე ვთქვი რომ ირაკლი გოგოხიას და ვამბობ ჩემი ინფორმაციით რუხში გისმენთ ბატონო ჩემი ინფორმაციით რუხში მე მგონი ნაციონალური ისმის ჩემი ხმა მაშინ ჩემი ინფორმაციით ნიღბიანები რუხის ტერიტორიაზე იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ხო და ხა ძალიან მთხოვ რა პლაკატების ჩამოხევაზე დაიწყეს საუბარი და მე ციხეში რო ვიმყოფებოდი ტელევიზიით კადრები რო აჩვენეს ის კორიდორი რომელიც სხვამ გაიარა ათასობით ქართველმა მეც გავიარე და ჩემ თვალწინ 350 კაცის ცემა და არა ადამიანური მოპყრობა ვნახე ბოლო ბოდიში მაინც მოიხადო რას მომძღრავენ 2012-ში მოხდა რა ბოდიში მაინც მოიხადო რა კიდე ჭკუას გვასწავლიან არ არის ესეთი სიტუაცია გეუბნებით რომ რუხში რაც მოხდა და ნიღბიანები რო იყვნენ ჩემი ინფორმაციით იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ხო ყველაფერს ხო აქვს საზღვარი როგორ შეიძლება ეხლა ეს ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია რუხში რომ მოხდა ეს ფაქტი ეს იყვნენ სწორედ მივაწვდი ბატონ თემურის მივაწვდი და თუ ბოლომდე გაირკვა ყველაფერი უწყებათა შორის კომისიას გადაეგზავნა უკვე მასალები და ჩვენ ხელოვდებით როგორც ნაციონალური მოძრაობა როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები პასუხს დაისაჯონ ისინი ვინც ამას აკეთებს ბატონო ირაკლი თქვენ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად მაგრამ გადაცემულია უკვე იურიდიულმა სამსახურმა გააკეთა და გადასცა რა ყველაფერს საზღვარი თქვენ გაქვთ ინფორმაცია ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები თქვენ გაქვთ საშუალება პირდაპირ ეთერში თქვათ არ ყვევენ სახელი და გვარებით შეიძლება კიდე ჩამწერო და კონკრეტულად შემიძლია მე კასტეტით და მასკებით არ იყვნენ მარტო იქ ნიღმებით უბრალოდ კასტეტის ეკეთათ ხელებზე და ჯოხებით დადიოდნენ და ხა ყველაფერს გვაქვს საზღვარი ნამდვილად ყველაფერს და ბატონო თქვენ იყავით მაშინ აქტიურად ჩართული წინა არჩევნებში არ მქონდა ისეთი სტატუსიო ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი შტაბის წევრი იყავით
მაშინ რატო არ გიკვირდათ ყველაფერი? რატო არ გიკვირდათ ყალბი პირადობის საბუთები რომ აყალბებდა ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში არჩევნებს? რატო არ გიყვარდათ რომ იპარავდნენ სახლი და ღამე ხალხს ყუდი სოდი? რა ეხლა გახდით ისა რომ პლაკატი ჩამოხიეს? არ მივესალმები მეც მაგას, მაგრამ ხომ და იყო სხვაობას ხომ და ნახოთ კაცო. ერთად ჩვენ ხონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან და ორივე მხარე ვცდილობთ რომ ესეთი რაღაცები არ განმეორდეს. გამოგაქვს სააშკარაოზე, მაგრამ მე მაგ ინფორმაცია რომ ნიღბით და კასტეტებით იყო შეერაღებული ნაციონალური მოძრაობის მომხრეების სოფელ რუხში კონკრეტულად და შეიძლება ძალიან მალე კონკრეტული სახელი და გვარების დაგიდოთ. ძალიან კარგსაც იზამ თუ კონკრეტულ სიტყვით რუხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული სახელი და გვარები სადაც გადაღებულია კადრები ჩვენს გვაქვს გადაღებული სადაც ჩვენს გვაქვს გადაღებული და დავდეთ, მაგრამ ჩვენს არა გვაქვს პასუხი იქიდან ჩვენს გვაქვს გადაღებული გამართეთ ხუჯებ პრესკონფერენცია, მაგრამ კონკრეტული ფაქტები თქვენ ვერ დადეთ. მანამდეც ჰქონდათ 1 2 3 4 პრესკონფერენცია. ნუ დავიღალეთ უკვე რაც მომძღრავ. გავიარეთ ეს 9 წელი და არ გვინდა ბატონო უკან დაბრუნება და უკეთეს საქართველოში გვინდა ცხოვრება. ამიტომ არ გაძლევთ თქვენ ხმას ზუგდიდიდან პნიანად საქართველოს. უკან აბრუნებს ოცნება იმ საქართველოს, რომელსაც ჰქონდა 90-იან წლებში. ეხლა რაც შეეხება რუხის სიტუაციას, რუხში სწორედ იყვნენ ოცნების წარმომადგენლები და ამას ჩვენ დავადასტურებთ, რადგან ასეთ თემატიკაში მე არ შევხვები ვარ ირაკლის პიროვნულად და ის შემეხო ეხლა მე პიროვნულად ეს ძალიან წყინს ბატონ ირაკლი და ამაზე მე თქვენ დაგელაპარაკებით ზუგდიდში. მე მინდოდა გითხრათ ეს არასწორია ახლა შენ რაც გააკეთე, მაგრამ მე გეუბნებით 2012 წელს და შენს პატიმრობას მე ნუმახსენებ, იმიტომ რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემგან შენ არანაირი არაფერი არ დაკნები, არც ყურადღება და ნუ ამბობ იმას რომ მე ვიყავი შტაბის წევრი იმ დროს 2012-ში. მე არ ვიყავი გადაგავს პირადულად, მე ვეხები ნაციონალურ მოძრაობას ზოგადად. თქვენ ჩემზე გადმოიტანეთ ბატონ ირაკლი აქცენტი ამ თემატიკასთან დაკავშირებით და მე გეუბნებით არა მე ერთი მაშინ ზანე თქვენ რომ რუხის ამბავთან თქვენ ალბათ მოხატეთ ჩემი ზუგდიდში კონკრეტული კითხვა იყო ჩემი ზუგდიდში ჩასვლისთანავე თქვენ მიიღებთ პასუხს რუხის თაობაზე ვინ იყვნენ იქ კონკრეტულად არ დაწყებულა კონკრეტულად სამწუხარო ისაა რომ თქვენზე დაქვემდებარებული დღევანდელი პოლიციის სამსახურები ჩვენებზე რეაგირებას უფრო სხვანაირად აკეთებენ და თქვენები არიან აბსოლუტურად მიშვებული და დაუჯელებელი. თუ შეიძლება სწორედაც ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი. კი ბატონო, ქალბატონ რუსთასაც მივცეთ საშუალება რომ ჩაერთოს დებატებში. სხვადასხვა მე შემახსენა ერთი რამ და მე მართლა ურეკავ მას ხშირად და ვეუბნები. და მე ისე არ მithქვია ლიტონ სიტყვათეს და ჰაერზე გასწრებულად რომ ბატონ ირაკლი ამ სიტუაციაში არ არის ჩართული და ის ვერ აკონტროლებს, ეს მისი სიტყვებია. და აი ამიტომ ლაპარაკობ რომ შტაბური მუშაობა უნდა იყოს გუნდური. თუ იყო ჩემთან შემთხვევა რომ დაუშვათ მიუხედავად იმისა ის ვიზედაც ბრალდება ქონდა ბატონ ირაკლის ეს იყო ქართული თავისუფალი ზონის წარმომადგენელი ვიზედაც ქონდა მას საუბარი რომ პლაკატს ხევდაო მე ეგ მიუხედავად იმისა ჩვენი ორგანიზაცია არ არის ჩვენზე დაქვემდებარებული ეს არის ცალკე არასამთავრობო ორგანიზაცია მე მას მაინც მიმართე იმისათვის რომ ეს არ იქნებოდა სწორი და ლამაზი ქალაქისათვის ამის შემდეგ ეს არ განმეორებულა გაუთავებლად ყოველდღე ხდება მათი მხრიდან სწორედაც რომ მათი მხრიდან რომელ ორგანიზაციაზე საუბრობთ ბატონ თემო? რას გულისხმობთ თქვენ? მივმართე ამ ორგანიზაციას. მივმართე მე თავისუფალი ზონის ხალხს რომ ამბოსო და აკავესო რომ თუ თქვენგან ხდება ასეთი რაღაცა არ არის საჭირო ეს არის სირცხული ქალაქისათვის და ამის შემდგომ ეს არ განმეორებულა ეს იყო თქვენ ახევრის უგან რასაც თვითონ ლაპარაკობს ჩვენი პლაკატები სულ ეხლახან ერთი კვირაა რაც დაიწყო რა ქვია განთავსება არ მინდა ამ პლაკატებზე გაუთავებლად საუბარი მე ვლაპარაკობ ზეწოლებზე ზოგადად და არასო გარემოებზე პასპორტების გაყალბებასთან რა ჯერ ერთი მე სად მიმიწვდებოდა ხელი ამ თემატიკასთან მე წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ სწორედ დღეს არის თან დაკავშირებით პასპორტების გაყალბების სცენარი დაწერილი და გაწერილი. აირაისთან, NDI-სთან, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩვენთან მოსულები, აბსოლუტურად დაუხაზეთ ის სქემა, რასაც ესენი აპირებენ. რას აპირებენ და რა თქმა უნდა არის ამისთანა მცდელობა და გვაქვს ამის ინფორმაცია, რომ უმისამართოებს დროებით მიწერას. ფაქტები იყო, ახლა მე თქვენ ვერ დაგაკავშირეთ მაგ მოვლენებთან, მაგრამ უამრავი ფაქტი იყო მაგასი და დააფიქსირდა ეს ამაზეც გამოძიებაც იქნება და დაიწყეს შემდეგ ათასობით პირადობის მოძრაობა იყო გაკეთებული როგორც მახსოვს 2012 წელს და 2012 წელს პოლიცია როგორ მოქმედებდა და მართლა მთელი სუდი კოდი და ყველა ეს სამსახურები ძალოვნები როგორ იყვნენ ჩართული ესეც ვიცი თუმცა მე ამას არ ვაიგივებ პიროვნულად თქვენთან ბატონო თემო მაგრამ
თქვენმა გუნდმა ხო თქვენი გუნდი ხო იყო თქვენ ნაციონალური მოძრაობა ხო გასაგებია სწორედ ამიტომაც ამდენი პრეტენზია თქვენს მიმართ თქვენი გუნდის მიმართ ამდენი პრეტენზია სწორედ ამიტომაც არის ახლანდელ დღევანდელი მდგომარეობა შედარებით სხვანაირია პოლიცია ღია ჩართული თუ არ არის უმოქმედოა ამაში ნებისმიერი უნდა დამეთანხმოს რომ სრულ უმოქმედებას ავლენს პოლიცია თუნდაც ის ფაქტი რომ ერთი წამით გალბატონო თუნდაც ის ფაქტი რომ თუნდაც დავიღალეთ უკვე რა მართლა ამ პლაკატების ჩამოხევი და ბანერების დარი დაჭრილი დანით და კამერებია ერგლი კამერები არის 20 მეტრში და არც ერთმა კამერამ არ დააფიქსირა არ მუშაობს კამერები იმ ადგილას ჩართული არ იყო ასე განაცხადეს პოლიციაში და მეორე დღეს იმ კამერებმა დაწერა 50 ლარიანი ჯარიმა ახლა როგორ დავიჯერო ეს ასეთი ზეწოლები არის კი ბატონო ირაკლი როდესაც პროვოცირებაზე და სიტუაციის დაძაბვაზე საუბრობენ აქვე მოყავთ ხოლმე თქვენი შტაბის ხელმძღვანელის აქციები რომელიც აქციებს მართავს სკოლებთან ბაღებთან დღეს სასწრაფოსთან იყო თენგიზ ჯგუშიაზე არის საუბარი რომელიც შესახებაც გუშინაც გავრცელდა YouTube-ში ვიდეო სადაც მინაწერი არის რომ 2001 წელს ნახეთ როგორ არბევს თენგიზ ჯგუშია ზვიად გამსახურდიას მომხრეებს თავის ზონდერებთან ერთად არის პროვოკაცია დაგეგმილი თქვენი მხრიდანაც, იმიტომ რომ რამდენიმე ასეთ აქციას მოყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში. ჩვენთან? კი. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჩვენს მიერ ჩატარებულ არც ერთ აქციას არ მოყოლია ფიზიკური დაპირისპირება. იყო სიტყვიერი შელაპარაკება. კადრებს ხედავთ ამ კადრებს, რომელიც გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში. ხო, საერთოდ და ფიზიკურ დაპირისპირებას პატაშობით ძალიან. ეს არის ზვიად გამსახურდიას მომხრეები და არბიეს, რომელიც გითხარით 2001 წლის 2001 წელს ალბათ მე ვიყავ მე 11 კლასში. თენგიზ ჯგუშია იყო შევარდნაძის ხელისუფლება. დიახ, თენგიზ ჯგუშია იყო. რომელიც დღეს თქვენ შტაბს ხელმძღვანელობს. რომელიც დღეს ჩემ შტაბს ხელმძღვანელობს და მე ამაყი ვარ, იმით რომ ესეთი ადამიანი ხელმძღვანელობს ჩემ შტაბს. ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, ნამდვილად პოლიტიკოსი, ბევრი არ არის ზუგდიდში და ანუ ჩვენი შტაბის მხრიდან არანაირი დაპირისპირება არც არავისთან არ ყოფილა, თუ არის სიტყვიერი შელაპარაკება რაღაც, ის სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო რამდენიმე დღის წინ და ადგილზე ძალიან მშვიდად ხელის ჩამორთმებით და ერთმანეთის გადახვევით დავარეგულირეთ ნებისმიერი სიტუაცია და ჩვენ ამისი რესურსი და გაგვაჩნია რომ მსგავს სიტუაციაში ესე მოვჭეთ ყველასთან დაპირისპირებას. თუმცა იგივე ფაქტი დაპირისპირება ძირითადი არის და აგრესია მოსახლეობის არის მაინც წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო და ეს უნდა ვაღიაროთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ხალხს მაინც ახსოვს ის ტერორი და ის ცუდი 9 წელიწადი რაც მართლა გამოვიარეთ ყველამ ერთად. ქალბატონოსთან მიცეთ საშუალება რომ ხო, მე მინდა უბრალოდ კომენტარი გავაკეთო ჩვენი დებატების იმ ნაწილზე, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მისი წარმომადგენლების სახით მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ორივე კანდიდატს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მე ვფიქრობ არაჩვეულებრივი მესიჯი იყო ჩვენი ამომრჩევლებისთვის. ადამიანებს მე ვფიქრობ მობეზრდათ უკვე ხელჩართული ბრძოლა ამ ორ ძალას შორის დაპირისპირება ურთიერთბრალდებები ჩვენ ამ რეჟიმში ცხოვრება. მე ვფიქრობ დროა რომ შევწყვიტოთ ასე ვთქვათ და სრულიად წარმოუდგენელია რომ ძალა რომელიც ამგვარად არის დაპირისპირებული ერთმანეთთან ორი ძალა ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებებით წარსულში აწმყოში და მომავალში ურთიერთბრალდებებით ვერანაირად ვერ იზრუნებს მოქალაქეთა ინტერესებზე და უფლებებზე. ისინი ცდილობენ უბრალოდ რომ თავი იმართლონ ერთმანეთის წინაშე ან გააკეთონ ისეთი ქმედებები რითაც დისკრედიტაციას გააკეთებენ სად მოწინააღმდეგე ძალის. ეს ჩვენ საზოგადოებას წინ ვერ წაიყვანს გარწმუნებთ და ჩვენ მოგვბეზრდა მე ვამბობ ამას ჩემს უკან მდგომი უამრავი ამომრჩევლის და ჩვენი პოლიტიკური სუბიექტის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე პარტიის სახელით. ჩვენ არ გვსურს რომ უყუროთ ამ ორი ძალის ურთიერთბრალდებებს და დაპირისპირებებს მოქალაქეთა ინტერესების საზიანოდ. კი ბატონო, ჩვენ ახლა პირდაპირ ერთი წამით პირდაპირ ჩართვა გვაქვს ნიუსრომიდან, სადაც შეკრებილები არიან TV3 ჟურნალისტები და ახლა პირდაპირ ეთერში კითხვებს დაუსვამენ ჩვენს სტუმრებს, რომლებიც მოწვეული ყავს სტუდიაში. ბექა, რა კითხვები გაქვთ? საღამოშიტობის. ვადენებ დისკუსიას და დებატებს. თვალ ორს კითხვები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ნიუსრომში კეთი ხიდი შეიძლება დასვამს პირველ შეკითხვას.
მოგესალმებით, მე კითხვა მაქვს ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან. ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, თქვენ საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა გქონდათ სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან. მაინტერესებს ეს მეგობრობა დღესაც თუ გრძელდება და მაქვს კიდევ მეორე შეკითხვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენი სიმამრი აკეთებდა როლან დახალაიას მხარდამჭერ განცხადებებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ როლან დახალაიას კაბინეტში დაიგეგმა თქვენი დაკავება და დღეს უკვე ღიად უპირისპირდებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რამ განაპირობა თქვენი პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება? არ მესმის. კითხვა ვერ გავიგე, ბოდის გიხდით. არ ისმის. თუ შეიძლება გაუმეოროთ კითხვა, ოღონდ ცოტა მოკლედ ქეთი, თხოვთ რომ ბატონმა ირაკლიმ ვერ გაიგოს შენი კითხვა. ბატონო ირაკლი, პირველი შეკითხვა მაინტერესებს, გრძელდება თუ არა თქვენსა და ზაზა გოროზიას შორის მეგობრობა და მეორე შეკითხვა 2012 წელს თქვენი სიმამრი აკეთებდა მხარდამჭერ განცხადებებს როლან დახალაიასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს უკვე თქვენ ღიად უპირისპირდებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რამ განაპირობა თქვენი პოზიციების ასეთი რადიკალური ცვლილება? გმადლობთ. პირველ კითხვაზე გიპასუხებთ. უფრო საერთო ამ მეგობრები ყავდა და 4 წელია საერთოდ ურთიერთობა არ მაქვს 2010 წლიდან არ მქონია ზაზა გოროზიასთან, ყოფილ გუბერნატორთან. რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩემს სიმამრს. მე და ჩემი სიმამრი ერთი ადამიანის სიყვარულში თან ხვდებით, ეს ჩემი მეუღლეა, ეს ხუმრობით. ყველა ადამიანს თავისი პოლიტიკური სიმპათია გააჩნია და ბატონი ზურაბ სხონდია ჩემი სიმამრი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება ზუგდიდში. თქვენი კოლეგაა, ჟურნალისტია და თვითონ შეგიძლიათ კითხოთ, რატო, როგორ და რატო იყო და ვის მხარდაჭერ ბრიფინგზე თუ შეხვედრებზე მონაწილეობდა. გმადლობთ. მადლობთ. ბექა არის კიდევ კითხვები ნიუსრუმში? კეთი ხიდიშელი უპასუხებს რეპლიკას გააკეთებს. ბატონო ირაკლი, თქვენ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სწორედ როლან დახალაიას კაბინეტში დაიგეგმა თქვენი დაკავება. მე განვაცხადე, რომ კაბინეტებში დაიგეგმა და 4 თვე როვი სიციხეში რო ვიყავი, 4 თვეც სხვები დაკავებულები თვენახევარში გაუშვეს, მაგრამ კონკრეტული პიროვნებები კონკრეტული დავალება უნდათ, რომ მე 4 თვე ყოფილიყავი უმეტესუფლება რომ მქონდა და 4 თვე ყველაზე მეტხანს მამყოფეს და არ ზუგდიდის ციხე არ მაკმარეს და მე გლანის ციხეში უფრო მკაცრ რეჟიმში გადამიყვანეს. ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია. არის კიდევ ახალი ამბები სტუდიაში კი რა თქმა უნდა, მირიან გორგოძე დასვავს შემდეგ შეკითხვას. კი ბატონო. მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონო რუსუდან. მე მაქვს კითხვა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან, ბატონ თემურთან. ბატონ თემურ, მე მინდა გკითხოთ პრემიების გაცემის პრაქტიკის შესახებ, რომლებიც როგორც ზუგდიდში არასამთავრობო და ასევე სამოქალაქო სექტორის ნაწილის განცხადებით, ბოლო წლებში ჩამოყალიბდა საკმაოდ მანკიერი პრაქტიკა ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში საკრებულოს აპარატის უფროსი თქვენ ბრძანდებოდით და მინდა გკითხოთ, მიგაჩნია თუ არა მართებულად იმ ძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით ყველა თანამშრომელზე წლის განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ პრემიების საკმაოდ დიდი რაოდენობით გაცემა და თუ კი გაიმარჯვებთ და გახდებით მერი, აპირებთ თუ არა ამ საპრემიო სისტემას გადახედოთ და თუ დადებითია პასუხი, როგორ აპირებთ ამას? რაც შეეხება პრემიების საკითხს, მადლობთ შეკითხვისათვის. ეს ძალიან აქტუალური თემაა და აქტუალური თემა იყო გასულ წლებშიც და დღეს მით უმეტეს გააქტუალური თემა გახდა, როდესაც პარლამენტშიც და მთავრობაშიც და მედია საშუალებებშიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ ამ თემატიკაზე მიდის საუბარი და აპელირება. მე ვიტყოდი ერთ ამის, რომ როდესაც ბიუჯეტი ფორმირდება, ეს რამე ახალი არ არის, როდესაც ბიუჯეტი ფორმირდება თვითმმართველ ერთეულში, ის წინასწარ გადის ყველანაირ კომისიურ შემოწმებას, შემდეგ ეს არის გამჭვირვალე თემატიკა, რომელიც მედია საშუალებითაც ქვეყნდება ელექტრონული ვერსიით, არის საკანონმდებლო მაცნეში, მასში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მასში ჩართულები არიან აქტიურად მედია საშუალებების და ის დაინტერესებული პირებიც, რომლებსაც აინტერესებდა გარკვეული კორექტირებები შემოაქვთ და წინადადებები ამ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, სწორედ იმ ბიუჯეტში უკვე თავითვე
ხალხი არის გაწერილი, როდის რა პრემია უნდა გაისცეს. ანუ ეს პირობითი სიტყვა პრემია წახალისების თემატიკას ეხება უფრო და თუ კი ამაზე შენიშვნა ქონდა ამ პერიოდში, ამ შემთხვევაში ჩვენ ქონდა ისეთი პერიოდი, ეს ბოლო 2 წელიწადი, როდესაც გამგეობაში წარმოადგენდა ხელმძღვანელობას ქართული ოცნება და საკრებულოში უმეტესწილად იყო ნაციონალური მოძრაობა და მასში ახლა ამ თემატიკას ნამდვილად არ უარყოფ, ეს ბიუჯეტის ანუ მომართვის წესით შემოდის გამგეობა საკრებულოში, საკრებულო იხილავს ამას კომისიურად და შემდეგ ის პროცესები მიდის, რაც გითხარით და როდესაც ეს საბოლოო ფორმირებას მიიღებს შემდეგ ეს მტკიცდება და ის შედის ძალაში. ამიტომ ჩვენ ეს თვით ინიციატივით და რაღაც იმპერატიულად არც ერთი პიროვნების მიერ არ ხდება, ამაზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს და საფინანსო საბიუჯეტო სექტორი ძირითადად და ფიქრობ რომ ამის შემდეგ იმის საუბარი რატო აიღეთ ეს პრემიები, მე მგონი ცოტა არ იყოს უხერხული თემატიკა. ეხლა რაც შეეხება მომავლის თემატიკას. რა თქმა უნდა, ქამრის შემოჭერის პრინციპი ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს. იმდენად, რამდენადაც თუ როდესაც ჩვენი ეკონომიკა წინა წლებში მიდიოდა წინ და იყო უკეთესი პირობები ბევრად, რა თქმა უნდა, მაშინ ამ ფუფუნების შესაძლებელია მეტიც ყოფილიყო და ამიტომ იყო ეს 5 პრემია, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველი ერთეული როგორც კი ჩამოყალიბდება და იქნება მერია, ჩვენ გავიმიჯნებით რაიონსა და ქალაქი გაიმიჯნება ერთმანეთს, ჩვენ არ ვიცით რა წილი გვექნება, რა საბიუჯეტო სექტორი გვექნება, რა შემოსავლები გვექნება. ამ პირობებში პრემიებზე საუბარი ისედაც ზედმეტია, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უფრო საინტერესო თემატიკა გვაქვს მოსაგვარებელი, ბევრად უფრო მტკივნეული თემები გვაქვს მოსაგვარებელი. დღეს ისიც არ ვიცით, სად იქნება მერია განთავსებული, სად იქნება გამგეობა და საკრებულოები, ინფრასტრუქტურა როგორ გადანაწილდება, ქონება როგორ გადანაწილდება, შეიძლება იქ რაღაც ისე მოხდეს, რომ რაღაც ტექნიკური საშუალებები იქნეს შესაძლებელი და პროგრამაში ჩვენ მე მქონდა რომ აქ ლაპარაკი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რაღაც პირობების შექმნა, პანდუსების გაკეთება და სხვა რამე და ბევრი რამ რაც გასაკეთებელია, ეს უფრო მნიშვნელოვანია მიმაჩნია ახლა ამ ეტაპზე და ასე უნდა იქნეს და თუ ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება რომ ცხოვრება წინ წავიდა და ჩვენი ეკონომიკა მზარდი იქნა, რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება ისიც რომ პრემიები გავცეთ. კი ბატონო, არის კიდევ ახალი ამბები სტუდიაში, კითხვები თუ გავაგრძელოთ სტუდიაში? დიახ, ნათია არის კითხვები, სოფო მაკაცარიას აქვს ერთი კითხვა, რომელიც დასვამს. ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატთან რუსუდან პაჭკორიასთან მაკითხვა. ქალბატონო რუსუდან, ჩვენ ჟურნალისტები ვაკვირდებით თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას, ისევე როგორც ყველა კანდიდატისას და თქვენი მთავარი დაპირება ძირითადად არის სამართლიანობის აღდგენა. თქვენ მერობაზე იყრით კენჭს და მერის უფლებამოსილებაში სულაც არ შედის პროკურორის ფუნქციები. რის საფუძველზე პირდებით ხალხს სამართლიანობის აღდგენას და რა კონკრეტული იგულისხმება ამ სამართლიანობის აღდგენაში? ძალიან საინტერესო კითხვაა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ კითხვის ფორმულირება იყო ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, მერი არ არის პროკურორი, მაგრამ არც კანონიერება და სამართლიანობაა იდენტური ცნებები. კანონით გაწერილია მერის და მერიის კომპეტენცია და მე როდესაც ვსაუბრობ კანონიერებაზე, ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ის პუნქტი, რაც ეხება მერის უფლებამოსილებას და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას, უნდა იყოს შესრულებული კანონის განუხრელი დაცვით. როცა მე ვსაუბრობ სამართლიანობაზე, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ კანონის დაცვას, იმიტომ რომ სამართლიანობა და კანონიერება შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს კანონები, რომელსაც საზოგადოება თვლის უსამართლო კანონებად. ეს უბრალოდ გარკვევისთვის ამ საკითხში გეტყვით ამას, გეუბნებით. და რაც შეეხება სამართლიანობას, სამართლიანობა მე ვფიქრობ იწყება საჯარო დაწესებულების მისაღებიდან. როდესაც ადამიანებს ღირსებას და პატივს ულახავენ ლოდინით, მე მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემი ორგანიზაციის ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობ ძალიან დიდი ხანია, არაერთხელ მისულან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ჩაწერილან მიღებაზე თანამდებობის პირებთან. სულ ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა დავაფიქსირე ჩემს პრაქტიკაში, როდესაც 12 საათზე მიღებაზე ჩაწერილი ადამიანები 5-9-ზე გამოისტუმრეს უკან და
უთხრეს, რომ აღნიშნული თანამდებობის პირი ამჟამად შენობაში არ იმყოფება. აი ეს არის უსამართლობა. ადამიანებს არ უნდა ქონდეთ უსამართლობის განცდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ პაკეტებზე, სოციალური დახმარების პაკეტებზე და ვეუბნებით პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომ მე უკვე ბიუჯეტის თანხები არ მაქვს, 10 შენს მსგავს ბენეფიციარს მივეცი ეს დახმარება, მაგრამ თანხები ამომეწურა. ეს არის უსამართლობა, როდესაც თანაბარ პირობებში მდგომარეობაში მყოფი ადამიანები თანაბარ დახმარებას ვერ ღებულობენ. უსამართლობაა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მოვაჩვენოთ თავი ადამიანებს, ვპირდებით იმას, რაც არ შედის ჩვენს კომპეტენციებში და ვამყოფებთ მუდმივად იმედ გაცრუების, ასე ვთქვათ, რეჟიმში. ეს ყველაფერი უსამართლობაა და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ კანონიერება და სამართლიანობა იდენტური ცნებები არ არის სამწუხაროდ. იდეალური შემთხვევა იქნება, როდესაც კანონი დაემთხვევა სამართლიანობას და ადამიანები იგრძნობენ ამას. დიდი მადლობა ქალბატონ რუსთან, დიდი მადლობა ახალი ამბების სტუდიას, დასმული კითხვებისთვის, მადლობა ჟურნალისტებს და ბატონო ირაკლი, მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ. არის თუ არა თვითკმარი ბიუჯეტი იმისა, რომ საკუთარი თავის შენახვა შეძლოს ქალაქმა? რისი გაკეთება არის საჭირო, რის გაკეთებას გეგმავთ თქვენ? რა თქმა უნდა, თვითკმარი ბიუჯეტი არანაირად არ არის. სულ დიდი დღემდე იყო გამოთანაბრულ ტრანსფერებზე დამოკიდებული და ესე იქნება კიდევ რამოდენიმე წელს როდესაც შეცვალა თვითმმართველობის კანონი ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენს გამოსვლას წაიღო ცენტრალურ ბიუჯეტში. დარჩა მარტო ქონების გადასახადი, ეს ძალიან მცირე ნაწილი და 2 მოსაკრეფელი, რომელიც მთლიანად სადღაც 4 მილიონი ლარია ზუგდიდისა და უკვე 4 ზუგდიდის რაიონისთვის. ამიტომ თვითკმარი ჯერჯერობით არ იქნება. 2 სექტემბრის ბოლოსთვის უკვე ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს ახალი პროპორციები, როგორ გადანაწილდება საშემოსავლო გადასახადი. ალბათ 2015-ში, 16-ში, 17-ში ეს პროპორციები გაიზრდება ჩვენ სასარგებლოდ. ჯერ შეიძლება იქნეს 30, 40, 50, ასე შემდეგ. პლუს უნდა მოვაწესრიგო და დავამატოთ მოსაგრეფლები და ჩვენი ადგილობრივი შემოსავლები რომ გაიზარდოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ბიზნესი განთავისუფლდა ზეწოლისაგან და ახალი სამუშაო ადგილები რო შექმნათ, მეტი თანხები შევა ბიუჯეტში, როგორც ადგილობრივში, ისე ცენტრალურში. აქედან გამომდინარე, ეხლა მე კიდევ ერთხელ შეიძლება გამოვიორდე, მაგრამ ბიზნეს ფორუმი, რომელიც ჩატარდა ანაკლიაში, ძალიან დადებითი შედეგები მოიმკა. 3-4 კომპანიამ გააკეთა მზაობა, რომ 30-40 მილიონ ლარამდე ჩაიდო ზუგდიდის ეკონომიკაში. აი ეს არის წინსვლა და აი ესეთი ხედვა გვაქვს. განვითარება, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. თვითმმართველობის კანონი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ ქალაქის მართვაში ამომრჩეველი და ამის იმედი გვაქვს, პრიორიტეტები იქნება ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი თანახმადებლების პრობლემები რომ მოვაგვაროთ. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა იმასაც შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს თვითკმარი და შემოსავლები იყოს მეტი და მეტი. კი ბატონო, მადლობთ ბატონო ირაკლი. ეხლა მეორე ბატონო ირაკლის ვთხოვ, რომელსაც ტექნიკურ საგვერია, პასუხის გაცემა დაიწყო ირაკლი ღურწკაია, თურმე ზუგდიდიდან ჩაგვეთო ირაკლი. ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ადგილობრივი შემოსავალი ძალიან მცირეა. კი ბატონო, გვარებით გამოგაცხადეთ თავის შედეგს. ეს რეფორმა სადღაც 2017 წლამდე უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმის გარანტიაც არავის არ აქვს, რომ 2017 წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტი თვითკმარი იქნება, ჯერ ერთი ის უნდა გაერკვეს გაყოფის შემდეგაც თუ საერთოდ რა დაგრჩება, რა ქონება დაგრჩება ზუგდიდს, ანუ იმ ადგილობრივი შემოსავლიდან კიდევ რა გამოაკლდება ზუგდიდის შემოსავალს. რა თქმა უნდა, ეს განსავითარებელია, პირველ რიგში უნდა განავითაროთ ტურიზმი, იმიტომ რომ ტურიზმი პირდაპირ გაზდის ადგილობრივ შემოსავალს, თუმცა ინვესტიციებზე როცა ვსაუბრობთ, ინვესტიციები ზოგადად ისეთი თემაა და ინვესტორის ბაზრის ისეთი მოთამაშეა, ყველაზე ფრთხილი მოთამაშეა, სადაც ინვესტორი ჩადებს ფულს მხოლოდ ისეთ ადგილას, სადაც იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესის დაცლობის მაღალი გარანტიები. სხვა შემთხვევაში ინვესტორი არ ჩადებს იქ თანხას, სადაც ხედავს, რომ თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც ის საფეხბურთო გუნდი აბარია, ის ვერ უვლის იმ გუნდს. არის სხვა უამრავი პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობაში, მუშაობენ არაპროფესიონალები, გაუნათლებელი ადამიანები. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი იქ თანხას არ ჩადებს. ინვესტიციები მხოლოდ დასაქმებაში დაგვეხმარება, რა თქმა უნდა და აქ იყო საუბარი იმაზე, რომ თანდათან გაიზრდება შემოსავალიო, რა თქმა უნდა ეს გაიზრდება, მაგრამ
ფინანსურ მენეჯმენტში მთავარი არ არის საერთოდ ფინანსურ მენეჯმენტში მთავარი არ არის შემოსავლის გაზრდა, მთავარი არის სწორად დავხარჯოთ ის, რაც დღეს გვაქვს ის მცირე ნაწილი სწორად დავხარჯოთ და ეს მცირე ნაწილი, რასაც დღეს აქვს ზუგდიდს, არ მოვახმაროთ იმ კომფორტს, რასაც ხმარდება უამრავი ძალიან დიდი თანხა, რაც ხმარდება კომფორტს, მოვახმაროთ თუნდაც იმ სოციალურ პაკეტებს, იმ მარჯინალ დაკარგულებს ზუგდიდში, ამიტომ მართლაც ამ ქამრი შემოჭერის პრინციპით, ხელმომჭირნეობის პრინციპით მინდა აქვე შევეხო იმ პრემიების თემასაც, რაზედაც ვისაუბრეთ და მართლაც ახლა რატომ მიღებ პრემიას, მე არ ვიკითხე, მაგრამ რითი დაიმსახურე პრემია, ამას ვიკითხავ, იმიტომ მიმაჩნია, რომ პრემია არის შესრულებული სამსახური, ხარისხიანი სამსახური, შემთხვევაში უნდა გაიცეს, როდესაც შენ სამსახური გასწევ ხარისხიან და რაღაცა შედეგი გადადეთ. მე დღეს ვერ ხედავ იმ შედეგს. ზუგდიდში რომ ზუგდიდში გამგეობის თანამშრომელმა პრემია აიღოს, თუნდაც გამგებელმა, იმიტომ რომ ვერ ხედავ, არ არის რეალურად ასახული ეს შედეგი და ეს შედეგი იმით თუ აისახება, რომ ასე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყეს ყველაფრის ერთად გაკეთება და იმის ტექნიკური საშუალებაც არა ზუგდიდში და იმდენი ტექნიკაც არ არის, რომ ყველაფერი ერთად გაშენდეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბიან. როგორ მე რომ მოასწრო ყველაფერი, ეს არ არის შედეგი, რაც პრემიას უნდა იმსახურებდეს. კი ბატონო, ხალბატონო რუსთან, ზუგდიდში არის უამრავი პრობლემა, დევნილების თემა, სოციალური პრობლემები, დასაქმება, უმუშევრობა, ყველაფერი ერთად. როგორ აპირებთ მას შემდეგ, რაც ზუგდიდი გამოცხადდება, ზუგდიდს ეყოლება ახალი ხელისუფლება, თქვენი გეგმა როგორია, როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარებას, იქნებ მოკლედ ჩამოვაყალიბოთ. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო, როგორც უკვე იყო საუბარი, ჯერ ზუგდიდის საზღვრებიც კი არ არის დადგენილი, არათუ ბიუჯეტი და არათუ უამრავი სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია გაყოფასთან, ქალაქის და თემის. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება ჩვენი სამოქმედო, ასე ვთქვათ, ტერიტორია, რა თქმა უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ პრობლემის მოსაწესრიგებლად, რაც არის პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის. მე ვფიქრობ, აუცილებელი იქნება კომპლექსური მიდგომა ყველა საკითხის გადაწყვეტისადმი. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამარჯვების შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ქალაქის მერს, მერიას, საკრებულოს შეუძლია მარტომ მოუაროს ქალაქს. თვითმმართველობა არ ნიშნავს ამ თანამდებობის პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობას, ხომ ასეა და ზუგდიდში საბედნიეროდ არსებობს ძალიან დიდი რეზერვი, ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად, უამრავი კრეატიული, შემოქმედებითი, არაჩვეულებრივი იდეებით, ახალგაზრდებს აქვთ არაჩვეულებრივი ინიციატივები. მე ვფიქრობ, ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა მხარი დაუჭიროს მოქალაქეების ჩართულობას ამ პროცესებში, დონორების მოზიდვით, უამრავი პროექტის განხორციელებით და კომპლექსური მიდგომით შესაძლებელია ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდეს იმდაგვარად, რომ სარგებელი ნახონ მოქალაქეებმა. ძალიან მარტივი მაგალითების მოყვანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, ერთხელ უკვე ვისაუბრე ამის თაობაზე, მაგრამ თქვენს ეთერში არა, ყველაზე მარტივი მაგალითია და მიტომ გეუბნებით, ზუგდიდში სუფთავდება ქალაქი, არსებობს დასუფთავების სამსახური, აქვს ტექნიკა, ყავს თანამშრომლები, უხდიან ხელფას, მაგრამ მოქალაქეები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ზუგდიდში ზომაზე მეტი ნაგავია ყოველთვის. მე ვფიქრობ, ამ პროცესში მიდგომა არის თვითმმართველობის ასეთი, რომ ის აკეთებს საქმეს და შედეგზე არ არის ანუ ორიენტირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა ჩავრთოთ ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგადად საზოგადოება, ბავშვებს საბავშვო ბაღებიდანვე უნდა დაუწყოთ, სპეციალური პროექტები განვახორციელოთ იმისთვის, რომ საზოგადოების თვით შეგნება ამაღლდეს ამ სფეროში და ბავშვიც კი, რომელიც თვითონ უვლის თავის ქალაქს და თვითონ არის ამ პროცესში ჩართული, თავის თანატოლს არ მისცემს საშუალებას, რომ ის დასუფთავებული ქალაქის შემდეგ დაანაგვიანოს. როგორც გითხარით, ეს არის, ასე ვთქვათ, ერთი ყველაზე მარტივი მაგალითი და მე ვფიქრობ, სწორედ ამგვარი კომპლექსური მიდგომით, მხოლოდ საზოგადოების ჩართულობით, როდესაც ადამიანები თვითონ დაიწყებენ ზრუნვას საკუთარ ქალაქზე, სხვას არ მისცემენ მერე საშუალებას, ის რაც გააკეთეს, ვიღაცამ გააფუჭოს. ამიტომ თვითმმართველობა მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ახორციელებდეს იმ უფლებამოსილებებს, რაც მას გააჩნია, არამედ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. გარწმუნებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ყველა მუხლის წაკითხვა შეიძლება ამ ჭრილში, რომ მიუდგეთ კომპლექსურად და მიუდგეთ ისე, რომ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. ბატონო, და ვიდრე ჩვენ ისე ორწუთიან რეჟიმს დაუბრუნდებით, ბატონ თემურ, დასაქმების პრობლემა, რომელიც ძალიან ძიმედ დგას ზუგდიდში.
თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თქვენ პროგრამაში რა არის ისეთი, რაც განსხვავებული იქნება სხვა დანარჩენებისგან, რაც თავაზობთ ზუგდიდელებს და კიდევ ერთი არ მინდა ეს გადაცემა ისე დასრულდეს, რომ თქვენ შესავალ სიტყვაში ბრძანეთ, რომ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრონ უფასოდ. სტუდენტებს არ მithქია, პენსიონერებს, პედაგოგებს, ბაღებისა და სკოლების. სტუდენტებმა მოგმართეს ჩვენ რამდენიმე სტუდენტმა თუ არ ვწდები ზუგდიდის საკრებულოში თუ არა ეს საკითხი განიხილებოდა ეხლა ინიციატივა შემოსული ზუგდიდში მოგმართეს სტუდენტებმა რომ უფასოდ შეძლებოდათ მათ მგზავრობა თუმცა უარი მიიღეს ხო მათ ამაზე სტუდენტები მოხდებიან თუ არა რაიმე საშეღავათო პროგრამაში ну ამაზე ჯერ მოდით პირველ შეკითხვას უპასუხებ დასაქმებასთან დაკავშირებით და შემდგომ ამ შეკითხვასაც გადავალ. ცოტა მოკლედ. გადაცემა დასაქმება არის საკმაოდ პრობლემური თემატიკა იმისათვის რომ დასაქმების პროცესი წარიმართოს ნორმალურად რა თქმა უნდა შექმნეს ამისთვის სამუშაო ადგილები ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმების გატარება მოგვიწევს ამ პერიოდში ამ გარდამავალ პერიოდში და რა თქმა უნდა იქნება იქ საბჭოების შექმნა, ტერიტორიული ორგანოების შექმნა, 5 ტერიტორიულ ერთეულად განაწილდება ქალაქის ზუგდიდი და იქ შესაბამისი სამსახურები შეიქმნება, რომელიც ასევე იქნება დასაქმება, მაგრამ დასაქმებას არ ექნება არანაირი ყისმათი იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ არ შევქმნით ამის შესაბამის პირობებს. ან ინვესტორისთვის უნდა გახდეს საინტერესო, რომ იქ მშენებლობები განვითარდეს. ჩვენ დღეს ანაკლია განმუხურში ფაქტიურად შეჩერებული გვაქვს, სადაც საკმაოდ დიდი კონტი 3000-მდე ადამიანი მუშაობდა როგორც რიგითიდან დაწყებული ხელმძღვანელ რგოლამდე დამთავრებული თუ კი ეს პროექტი კვლავ არ ამუშავდა ახლა ბიზნეს ფორუმზე იყო აქ საუბარი ეს ბიზნეს ფორუმი ძალიან კარგი თემატიკაა მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ის ანაკლია და განმუხური რომელიც საინტერესო გახდა ამ ბიზნეს ფორუმისთვის სწორედ ჩვენი ხელისუფლების გაკეთებულია ის ანაკლია და განმუხური და ეს პროექტი ბიზნეს ფორუმს არანაირი შესაბამისი შედეგი არ ექნება და ვერც დასაქმება არ ექნება თუ იქ არ განვითარდა კვლავ ინფრასტრუქტურა და არ გაგრძელდა კვლავ მშენებლობა ასევე ქალაქ ზუგდიდში ეხლა რაც შეეხება სტუდენტებთან დაკავშირებით სტუდენტების თემატიკა საკმაოდ აქტუალურია ჩემთვის და ჩვენ გქონდა პრაქტიკა დანერგილი საკრებულოში რომ მათი ჩართულობა მაქსიმალურად გავზარდეთ 140-მდე სტუდენტმა ამ 4 წლის განმავლობაში გაიარა სტაჟირება ჩვენთან რომ მათ სწოდნოდა თვითმმართველობის სისტემა როგორ მუშაობს მათთვის საინტერესო ყოფილიყო და მოქნილი ეს ყველაფერი ეს ამან გაზარდა მათი ინტერესი რომ მომავალში ისინი გახდნენ საჯარო მოხელეები და როგორ გაიარონ ეს ყველაფერი ბატონო გზავრობასთან დაკავშირებით გეკითხებით მიეცემათ თუ არა სტუდენტებს საშუალება იყო და ეს უფრო საბიუჯეტო სექტორის თემატიკა მე რა შესაძლებლობაც ექნება ბიუჯეტს იმის მიხედვით იქნება ამათი ხელშეწყობა რა თქმა უნდა თუ კი ბიუჯეტი იქნება მწირი მაშინ პრიორიტეტების განსაზღვრა იქნება და იმ პრიორიტეტებში როგორ განისაზღვრება ამას იმპერატიულად რა თქმა უნდა მე ვერ განსაზღვრავ აქ საკრებულო არის უმთავრესი ფიგურა და მათთან ერთად ინიცირება შეუძლიათ შემოიტანონ და თუ ეს მიზანშეწონილად ჩასვლის ამას საბიუჯეტო საფინანსო კომისია თუ ჩათვლის ამას საკრებულო და მისი უმრავლესობა რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრით იქნება დაკომპლექტებული რა თქმა უნდა მერია ამას აღასრულებს და მივესალმებით მხოლოდ და მხოლოდ კი ბატონო თემურ თქვენ შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ თქვენი ბოლო მიმართვა ორწუთიანი და მიმართოთ ამ მომრჩეველს რატომ უნდა მოგცენ ხმა ხშირ ჩვენ თითქმის ყველა კანდიდატები ვახდენთ შეხვედრებს უბნებში და ეს სისტემატურად ხდება ყოველდღიურად ჩვენ მოგვისმინეს მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელეკომპანიებმა, რადიო საშუალებებმა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა და მოусმინეს ყველანაირ ჩვენს პროექტებს, პროგრამებს, ყველა კითხვებზე გავეცით პასუხი და მეც სახათ მაქვს ასეთი ჩემი ოპტიმისტური განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის პერიოდში იყო გარკვეული შეცდომები და ამაზე დღესაც ვისაუბრეთ, ხალხს ამასთანავე ერთად მე მინდა ჩემს იმ კრიტიკოსებს, განსაკუთრებულ კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, რომ ხალხს ისიც კარგად ახსოვს თუ როგორ გავაშენეთ ანაკლია და განუხური, როგორ ავაშენეთ ინფრასტრუქტურა, როგორ წავიყვანეთ ეკონომიკა წინ, როგორ გავანათეთ მთელი ქალაქი, როგორ ავამაღლეთ პენსიები და ხელფასები, როგორ
შევქმნით ადმინისტრაციულ დაწესებულებებში ყველა კომფორტი და პირობები და ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საჯარო სამსახურმა ნორმალურად იმუშაოს. ჩვენს პერიოდში სწორედ განვითარდა ყველანაირად მაქსიმალურად NGO სექტორი, განვითარდა მედია საშუალებები, პრესა და ასე შემდეგ მრავალი სასიკეთო საქმეები. ანუ შეცდომები, რა თქმა უნდა, ხდება იქ, სადაც საქმე კეთდება. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმისათვის, რომ ეს შეცდომები მომავალში არ გავიმეოროთ, მაგრამ მე მჯერა, რომ საზოგადოება ამ პრაქტიკა გავლილ გუნდს და იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პრეტენზია იმისა, რომ ამ ყველაფერთან ერთად გაანალიზოს თავისი მომავალი და ჩაუდგეს როგორც მენეჯერი და არაპოლიტიკური ფიგურა, აუცილებლად დაუჭერს ხარს. მე არ ვაპირებ ვიყო გამარჯვების შემთხვევაში მრავალჯერ მithქვიათ, ეხლაც ვამბობ ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა მერი, მე აუცილებლად ვიქნები მთელი ზუგდიდის ყველა პოლიტიკური სუბიექტის მომხრეთა მერი, რომლისთვისაც თანაბარი ვიქნები, თანასწორუფლებიანი და არანაირად არ ვაპირებ დავრაზმო ჩემი გუნდის თქვენი ხმა აღარ ისმის. მადლობთ. ვიქნებით ყველასათვის თანაბარი. დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი გოგოხია. ბატონო ირაკლი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამ მრჩეველს, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი 15 ივნისის არჩევნებში? მადლობთ. მე მინდა მიმართოთ ჩემ თანაქალაქელებს კიდევ ერთხელ. ყველა წინა საარჩევნო პროგრამა ძალიან გავს ერთმანეთს. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მოაწესრიგო კანალიზაცია და ააშენო სტადიონი. არამედ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან დიდ შრომატევადი საქმეა. ამბიცია, რომელიც გავალდებულებს უკეთესი გავხადოთ ადამიანების ცხოვრება, გავალდებულებს რომ ვიშრომოთ და ვიღვაწოთ. უნდა შევცვალოთ ჩვენ აუცილებლად მიდგომები. მთავარი ამოცანაა ჩვენი, რომ შევცვალოთ მიდგომები, რომ ავამაღლოთ ჩვენი ამომრჩევლის мотиваცია. თუ ამ გზით წავედით, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ და თქვენ თავად ხვდებით ჩვენი ქალაქის, ჩვენი ყოფის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი მომავლის დამგვეგველები. თუ ეს შევძელეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ფოკუსირება უნდა მოხდეს თითოეულ ადამიანზე. თქვენ ქმნით საზოგადოება და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, აკონტროლოთ და მართოთ თქვენი კეთილდღეობა და მომავალი. როდესაც მეკითხებიან, რატომ, ჩემი სურვილი ამ კითხვას რამოდენიმე თვის შემდეგ გაეცეს პასუხი არჩევნების შემდეგ, როდესაც პირველი დადებითი შედეგი დადგება. თუ ეს შევძელით, თვითმმართველობის კანონი ხაზზე მინდა გაუსვა, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენთანმა ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ერთად მართოთ ჩვენი ქალაქი. ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიძლია მოვაგვაროთ. იგივე დაუფინავებელი დევნილები, იგივე სტადიონები ავაშენოთ, მუზეუმს უპატრონოთ, ბოტანიკურ ბაღს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი წარმატება კანონის გააზრებაშია და თუ ეს შევძელეთ, ყველაფერი კარგად იქნება. 100-ჯერ უკეთესი იქნება ჩვენი ქალაქი. აგურ ავაშენებთ ჩვენ ქალაქს. მე მივიღე უკვე გადაწყვეტილება და ეხლა თქვენი გადაწყვეტილების დროა. მე გთავაზობ თანამშრომლობას და იგივეს ველი თქვენგან. ამიტომაც ენდე და გამოყავი ჩვენ გულს თქვენი უკეთესი მომავლის. ბატონო ირაკლი, თქვენი ხმა აღარ ისმის, თქვენი 2 წუთი ამოიწურა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ აქვე და დაგემშვიდობებით გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. კარგად ვანდებოდეთ. ირაკლი ღურწკაია საპარლამენტო ოპოზიციიდან. მიმართეთ ბატონო ირაკლი. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი მაშინ აქედან მიმართავ ჩემს საყვარელ ზუგდიდს და ზუგდიდელებს. და ვიტყვი რომ ზუგდიდს სიახლე, განვითარება და ცვლილებები სჭირდება. და არა ოცნების და ნაციონალების მიერ ერთი ადგილის დგებნა უკვე წლების განმავლობაში. თუ გინდა რომ ზუგდიდს რეალურად დავეხმაროთ, თავარი არის რომ ტყიოდეს და ვიცოდეთ ზუგდიდის ყველა სადგივარი და მე და ჩემი გუნდი სწორედ ამით ვარ შეიარაღებული, ჩვენ ვიცით და ვტკივა და ჩვენ მართლაც გვაქვს ჯანსაღი ამბიცია იმისა რომ ზუგდიდი შევცვალოთ უკეთესობისკენ. მე მოგიწოდებთ რომ ამოგვიდგეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და ზუგდიდელებო ავირჩიოთ ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მთავარი ნომერ პირველი გზა და ეს არის ავირჩიოთ ცვლილებები. მოვჩიმე. თქვენ არ გამოიყენეთ თქვენთვის განკუთვნილი 2 წუთი და ქალბატონ რუსუდანს თხოვთ გამოიყენოთ და მიმართოს თავის ამომრჩევლს. იცით რა, მე ძალიან შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ 15 ივნის სრულიად ზუგდიდი მოვა საარჩევნო უბნებში და საარჩევნო ყუთებთან დამიჭერს ხარს. მე მხარს არ დამიჭერენ ის ადამიანები, ის ამომრჩევლები, ვისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა შიშის სინდრომის დანერგვა საზოგადოებაში, ვისთვისაც ჩვეულებრივი და მისაღები მოვლენაა ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა,
საკუთრების უფლების ხელყოფა და უამრავი სხვა რამ, რაც წლების განმავლობაში ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრდა. მე ხმას არ მომცევს ის ამომრჩეველი, ვისთვისაც მისაღებია, რომ ხელისუფლებამ დაპირება მისცეს საზოგადოებას სრულიად საქართველოს რომ აღადგენს სამართლიანობას და შემდეგ ვერ თუ არ ახერხებს ამას. ყველა დანარჩენი ამომრჩეველი, ვინც ამას ვერ ეგუება, მოვა საარჩევნო უბნებთან და ხმას დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ სუბიექტს და დამიჭერს მხარს მე. მე მინდა ვურჩიო მათ და უთხრა, რომ სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაანალიზონ ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ხდება ჩვენს ქალაქში. მე ვფიქრობ, ყველა ზუგდიდელს უნდა რომ მოწესრიგდეს ჩვენი ქალაქი, მე ვფიქრობ, რომ დროა ის გავაკეთოთ, ამიტომ მე ვურჩევ ყველა ამომრჩეველს, რომ როცა დარჩებიან საკუთარ თავთან, მარტო საკუთარ სინდისთან, გააკეთონ სწორი გადაწყვეტილება და შემოხაზონ სამივე ბიულეტენში ნომერი 3. ეს გახლავთ ერთიანი ოპოზიცია, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. მე ვიმედოვნებ, რომ ზუგდიდელი ამომრჩეველი არის გონიერი, ღირსეული და გააკეთებს დაასკვნებს ყველა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს 15 ივნისის არჩევნებში. ძალიან დიდი მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს მთავარი ამბების დასრულების შემდეგ და აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენი შემდეგი დებატების სტუმრები იქნებიან რუსთავის მერობის კანდიდატები, ასე რომ ძალიან საინტერესო დებატები გველის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.